მეცხრე თავი მიესაჯოს ჩამოხრჩობა დაასკვნა კომენდანტმა. მისი სიტყვებით აშის გრიალმა გადაფარა. არწმუნმა გაჭირვებით ასწია თავი და ირგული მიმოიხედა. მხოლოდ ცალი თვალის გახელა შეძლო. მეორეს ქუთუთო მთლად გასივებოდა. მათ ვისაც მისი დაკითხვა ევალებოდა ძალღონი არ დაუშურებიათ. აღარ წყურში ესმოდა. ხმა საიდანღაც შორიდან მოდიოდა. კბილები მგონი მთელი ჰქონდა, მაგრამ რაღაც უნდოდა ახლა კბილები. კედლები ისევ იმ თეთრი მარმარილოსი იყო, მასიური მეტალის ჭაღები ჭარქვეშ ოდესღაც ალბათ ინთებოდა, ახლა კი ნათურების მაგივრად პარაფინის სანთლები იყო ჩარჭობილი და ჭერი მთლად გაემურა. მხოლოდ ორი ჭაღი ენთო, ერთი დარბაზის ბოლოში, საიდანაც ზევით ასასვლელი ფართოკიბე იწყებოდა, მეორე კი დარბაზის შუაში, სხვა ხაზზე გადასასვლელი ხიდის თავზე. არწმუნი სწორად აქ იდგა. ბევრი ნახევარწრიული არკა, სადღაც შემალული თაღები, გახსნილი სივრცე. ნეტავ რა სადგური იყო ეს? განაჩენი აღსრულდება ხვალ დილის 5 საათზე. სადგურ ტვერსკაიაზე დააზუსტა მსუქანმა კაცმა, რომელიც კომენდანტის გვერდით იჯდა. ისევე როგორც მის უფროს ამ კაცსაც შავი ოქროსფერ ღილებიანი მუნდირი ეცვა. ორივე შავი ბერეტი ეხურა. ოღონდ ცოტა უფრო პატარა და უკეთ შეკერილი, ვიდრე ჯარისკაცებს. კედლები არწივების, სამქიმიანი სვასტიკების გამოსახულებებსა და გოთური შრიფტით დაწერილ ლოზუნგებს აეჭრელებინა. არწმუნი შეეცადა ზოგიერთი წაეკითხა. მეტრო რუსებისათვის. შავები დედამიწის ზედაპირზე. სიკვდილი ვირთხი ჭამიებს. იყო უფრო ზოგადი ლოზუნგებიც. წინ რუსული სულის სიდიადისათვის. მებრძოლო, მეომრებო. ცეცხლთა და მახვილით დავამკვიდროთ მეტროში ჭეშმარიტად რუსული წესრიგი. მას მოსდევდა რაღაც გერმანულ ენაზე, სავარაუდოდ ჰიტლერის გამონათქვამი. შემდეგ შედარებით ნეიტრალური, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პლაკატი დიდყბიანი დაკუნთული მამაკაცისა და კოპებს შეკრული ქალის გამოსახულებით. ისინი გვერდულად იდგნენ და კაცის ფიგურა ოდნავ ეფარებოდა ქალისას. ქვემოთ ეწერა: ყოველი მამაკაცი ჯარისკაცია, ყოველი ქალი ჯარისკაცის დედა. ეს წარწერები და ლოზუნგები რატომღაც იმაზე მეტად აინტერესებდა ახლა არწევს, ვიდრე კომენდანტის სიტყვები. ჯარისკაცების მწკრივ სიქით ხალხი მიმოდიოდა. ადამიანების უმეტესობას დაბამბული ქურთუკები და ძველი სამხედრო ფორმები ეცვა. ქალები თითქმის არ ჩანდნენ. თუ მართლა ასე ცოტანი იყვნენ სადგურზე, ჯარისკაცებიც მალე უნდა შემოჰკლებოდათ. არწმუნს ძალა არ ყოფნიდა, რომ თავის სწორად დაეჭირა. ორი მხარბეჭიანი მცველი ყავდა იღლებში შემდგარი. მათ გარეშე ნამდვილად დაეცემოდა. ისევ დაეხვა თავბრუ, გული ერეოდა. ცოტაც და ამდენი ხალხის თანდასწრებით არ წყევდა. ნელ-ნელა სრული აპათია დაეუფლა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი მას კი არ გადახდა, არამედ სათავგადასავლო მოთხრობაში ამოიკითხა. რა თქმა უნდა, აინტერესებდა მთავარი გმირის ბედი, მაგრამ თუ კი ის დაიღუპებოდა, შეეძლო სხვა წიგნი გადმოეღო თაროდან, რომელშიც ბოლო კეთილი იქნებოდა. მას დიდხანს მეთოდურად სცემდნენ ღონიერი კაცები. სხვა კაცები კი შეკითხვებს აძლევდნენ. ოთახის კედლებზე გაკრული იყო მყვირალა ყვითელი ფერის კაფელი. ალბათ იმისათვის, რომ სისხლის ჩამორეცხვა ადვილი ყოფილიყო, მაგრამ სისხლის სუნი მაინც ძალიან იგრძნობოდა. ყველაზე პირველად ასწავლეს, რომ ხმელ-ხმელით თმებ გადაგლესილი კაცი, რომელიც კითხავდა ბატონი კომენდანტი იყო და სწორედ ასე უნდა მიემართა მისთვის. ასწავლეს ისიც, რომ იგი არა კითხვების დასასმელად, არამედ კითხვებზე პასუხის გასაცემად იყო მიყვანილი და ბოლოს აუხსნეს თუ როგორ უნდა ეპასუხა ამ კითხვებზე, მოკლედ და კონკრეტულად. ამ თვალსაჩინო გაკვეთილის შემდეგ არწმუნს სიზღა დარჩა გასაკვირად, რომ კბილები არ ჩაემტვრა, თუმცა ზოგიერთი უყაყალებდა და პირში სისხლის გემო ჰქონდა. თავიდან სცადა თავის მართლება, მაგრამ აუხსნეს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. შემდეგ არჩია დადუმებულიყო, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ესეც არასწორი იყო. ცემისას ძალიან სტკიოდა. მართლაც ძალიან უცნაური გრძნობა გეუფლება, როდესაც ღონიერი მამაკაცი თავში გირტყამს. ეს გავს ქარიშხალს, რომელიც იმდენად გარეტიანებს, რომ ვერაფერს გრძნობდა. აზროვნების უნარიც გეკარგება. ნამდვილი ტანჯვა წამება კი მერე იწყება. ცოტა ხნის შემდეგ არწმუნი მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. უბრალოდ მაქსიმალურად უნდა გაემართლებინა ბატონი კომენდანტის ვოლოდინი. თუ იგი ჰკითხავდა კუზნეცკი მოსტიდან ხომ არ იყო მოგზავნილიო, უნდა დაედასტურებინა. ამაზე ნაკლები ძალა იხარჯებოდა. ბატონი კომენდანტის კმაყოფილი რჩებოდა და მისი ასისტენტებიც აღარ ურტყამდნენ. თუ ბატონი კომენდანტი ვარაუდობდა, რომ არწმუნი სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, დივერსიების მოსაწყობად და მეოთხე რაიხის
ხელმძღვანელობის ლიკვიდაციისათვის შემოაგზავნეს, ამაშიც უნდა გამომტყდარიყო, ბრჭყალებში გამომტყდარიყო. სასურველი პასუხის გაგონებაზე ბატონი კომენდანტი კმაყოფილებით იფშვნებდა ხელებს, არწომი კი მეორე თვალის გადარჩენას ახერხებდა. ამასთან ყურადღებით უნდა მოესმინა კითხვებისათვის, რადგან თუ საჭირო ადგილას არ დააქნებდა თავს, ბატონი კომენდანტი ცუდ გონებაზე დგებოდა და მისი ასისტენტი ცდილობდა არწომისათვის ნეკნი გაეტეხა. დაახლოებით საათნახევრიანი გულითადი საუბრის შემდეგ არწომი უკვე ვეღარ გრძნობდა საკუთარ სხეულს. ცუდად ხედავდა, თითქმის აღარ ესმოდა და ვეღარაფერს იგებდა. რამდენჯერმე გონებაც კი დაკარგა, მაგრამ ყინულიანი წყლისა და ნიშადურის დახმარებით გამოაფხიზლეს. ალბათ ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ მეოთხე რაიხში არწომი მივლენილი იყო ხელმძღვანელობის გასანადგურებლად, რათა აქ ქაოსს დაესადგურებინა და მომზადებულიყო ნიადაგი მოწინააღმდეგეთა წარმატებული შეტევისათვის. მიზანი ამ ყველაფრისა კი უნდა ყოფილიყო ანტიხალხური კავკასიურ სიონისტური რეჟიმის დამყარება მთელ მეტროპოლიტენში. საერთოდ არწომს პოლიტიკაში არაფერი გაიგებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბური ამოცანა მოეწოდა, ამიტომ ამ ბრალდებასაც დასთანხმდა. სწორედ ამით გადაერჩინა კბილები. მხოლოდ შეთქმულების ყველა დეტალის დაზუსტების მერე მისცეს არწომს ნება გული წასვლოდა. როცა გამოერკვა და გადარჩენილი თვალი გაახილა, კომენდანტი განაჩენის კითხვას ამთავრებდა. ყველა ფორმალობა უცებ მოაგვარეს, საზოგადოებას მისი სიცოცხლესთან გამოსალმების თარიღიც გააცნეს და თავზე შავი ნაქვსოვი ქუდი ჩამოაცვეს, ისე რომ სახეც დაუფარეს. სრულ სიბნელეში უფრო მოეძალა გულის რევის შეგრძნება, მიხვდა რომ თავს ვეღარ შეიკავებდა და საკუთარ ჩექმებზე აღებინა. ცველებმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, სახიფათებული ხალხი აჩოჩქოლდა. არწომს შერწყვა, მაგრამ უმალვე გრძნობა დაკარგა და იქვე ჩაიკეცა. ღონიარმა ხელმა თავი აუწია და გაიგონა ხმა, რომელიც ბოლო დროს ყველა სიძმარში ჩაესმოდა. ჩემთან ერთად წამოდი არწომ, ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი კარგადაა. ადექი ფეხზე, ეუბნებოდა ხმა. არწომი ცდილობდა წამოდგომას და ვერ ახერხებდა. ძალიან ბნელოდა, ალბათ იმიტომ, რომ ქუდი უფარავდა თვალებს. მიხვდა, რომ აუცილებლად უნდა მოეხადა იგი, მაგრამ როგორ? ხელები ზურგს უკან ჰქონდა შებოჭილი. არადა უნდა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ის იდგა მის წინაშე. ქუდი ამოილუღლუღა არწიომმა იმედით, რომ ის თვითონ მიხვდებოდა ყველაფერს. შავი ფარდა, რომელიც თვალებზე ჰქონდა ჩამოფარებული, უცებ გაქრა და არწიომმა ჰანტერი დაინახა. სრულებით არ შეცვლილიყო, მაგრამ როგორ მოხვდა აქ? არწომმა მიმოიხედა. ისინი იმავე სადგურის ბაქანზე იყვნენ, რომელზეც ყვაწვის განაჩენი წაუკითხეს. გარშემო გვამები ეყარა. ერთი ჭახში რამდენიმე სანთელი გაენთო, მეორე სანათური კი საერთოდ ჩამქრალიყო. ჰანტერს მარჯვენა ხელში ის პისტოლეტი ეჭირა, რომელმაც ასე განაცვიფრა არწომი. სტეჩკინი, გრძელი მაყუჩით და ლაზერული სამიზნით. უნადირე ყურადღებით უყურებდა ყვაწვილს. კარგად ხარ, სიარულს შეძლებ? კითხა მან. ჰომ გონი კი, უპასუხა არწომმა, მაგრამ ამ წუთას სულ სხვა რა მაინტერესებდა. თქვენ ცოცხალი ხართ? გამოგივიდათ ის, რაც ჩაიფიქრეთ? როგორც ხედავ, გაიღიმა ჰანტერმა. გმადლობთ, რომ დამეხმარე. მაგრამ მე ვერ შევასრულე თქვენი დავალება, გააქნია თავი არწომმა და ძალიან შერცვა. შენ გააკეთე ის, რაც შეგეძლო, დაამშვიდა ჰანტერმა და მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა. რა დაემართა ჩემს სახლს? ვედენ ხას? ყველაფერი კარგად არის არწო, მე მოვახერხე შემოსასვლელის ამოქოლვა და ამიერიდან შავები ვეღარ შემოვლენ მეტროში. ჩვენ გადავრჩით, ახლა წავიდეთ. აქ რაღა მოხდა? არწომმა ჰანტერს გვამებზე მიუთითა. ამას არა აქვს მნიშვნელობა, ნუ ღარ იფიქრებ ამაზე. ჰანტერი დაიხარა და აიღო თავისი ბოხჩა, რომელშიც ხელის ტყვიამფრქვევი იდო. გვერდზე ცარიელი ტყვის ლენტები ეყარა. მონადირე გვირაბისაკენ დაიძრა. არწომი უკან მიჰყვა. იმ ხიდს რომ ჩაუარა, სადაც განაჩენი წაუკითხეს, დაინახა მასზე ჩამოკიდებული რამდენიმე ფიგურა. ჰანტერი სწრაფად მიდიოდა, არწომს კი მოძრაობა უჭირდა და ამიტომ მანძილი მათ შორის სულ უფრო იზრდებოდა. არწომს შეეშინდა, რომ ჰანტერი წავა და დატოვებს მას ამ საშინელ სადგურზე, სადაც მთელი იატაკი ჯერ კიდევ თბილი სისხლითაა მორწყული და მოსახლეობა მხოლოდ მიცვალებულებისგან შედგება. ნუ თუ მე ვღირ ვარ ამად, ფიქრობდა არწომი. ნუ თუ ჩემი სიცოცხლე იმდენსვე იწონის, რამდენსაც ყველა ადამიანის სიცოცხლე. რა თქმა უნდა, უხაროდან რომ გადარჩა, მაგრამ ნუ თუ ეს მიცვალებულები, რომლებიც ახლა ეყარნენ იქ, სადაც მათ ჰანტერის ტყვია დაეწია, დაიხოცდნენ იმისათვის, რომ მას ეცოცხლა. მონადირები ისევე ადვილად გაცვალა მათი სიცოცხლე არწომის სიცოცხლეში, როგორც მოჭადრაკეს წირავს ხოლმე რამდენიმე სუსტ ფიგურას ძლიერი შესანარჩუნებლად. ჰანტერი ხომ მოთამაშეა, მეტრო მისი საჭადრაკო დაფაა და ყველა ფიგურა მისია.
რადგან ის თავს ეთამაშება, მაგრამ მაინც რჩება კითხვა, ნუ თუ ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ფიგურა არ წვემი, რომ მისი გულისათვის ამდენი ადამიანის დახოცვა ღირდეს, ამიერიდან დაღურილი სისხლი ალბათ მიძარღვებში დაიწყებს ჩქეფას. მან თითქოს დალია იგი და სხვებს წაართვა, იმიტომ რომ თავისი არსებობა გაეხარგზნებებინა. ამის გამო იგი ვეღარასოდეს გათფება. არწვიმა ძალა მოიკრიბა და ნაბიჯს აუჩქარა, რომ ჰანტერს დასწეოდა და ეკითხა, შეძლებდა თუ არა ოდესმე გამთფარიყო თუ ყველაზე დიდ კოცონთანაც კი შესწირდებოდა და მარტოდ იგრძნობდა თავს, მაგრამ ვერაფრით დაეწია მონადირეს, რადგან ჰანტერი ცხოველივით 4-ზე დადგა და სირბილს უმატა. ნეტავრა ცხოველს გავდა იგი, ძაღლს, ვირთხას, ღმერთო ვირთხას, ნამდვილად ვირთხას. თქვენ ვირთხა ხართ? მიაძახა არწვემა. პასუხად კი მოესმა, არა, ეს შენ ხარ ვირთხა, შიშარა ვირთხა. არწვემა თავი გააქნია და იმ წუთასვე ინანა, რომ ეს გააკეთა, რადგან წონასწორობა დაკარგა, წინ გადაქანდა და შუბლით რკინის ცივ ზედაპირს მიებიჯინა. ასე იყო კარგა ხანს, განძრევას ვეღარ ბედავდა. ცოტა სული რომ მოითქვა, ფრთხილად გაახილა მარცხენა თვალი. იატაკზე იჯდა და თავი რკინის გისოსზე ჰქონდა მიდებული. გისოსები თაღს დანარჩენი სივრცისგან აცალკევებდა. წინ ბაქანი ჩანდა, უკან კი ლიანდაგები. სხვა თაღებიც ასეთივე გალიებად იყო ქცეული და თითოში რამდენიმე ადამიანი იჯდა. ეს სადგური ძალიან განსხვავდებოდა იმ ადგილისაგან, სადაც არწევამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. აქ ჭერი ისე დაბლა იყო, რომ გვირაბში ეგონებოდა კაცს თავი. მასიური უხეში სვეტები წინ იყო გამოწეული იმ რკინის არმატურის საყრდენად, რომლისგანაც გისოსები იყო დამზადებული. არწვემის საკანში კიდევ 2 კაცი იყო. ერთი იატაკზე იწვა, თავი ჭინჭებში ჩაერგო და ყრუდ კუნესოდა. მეორე დიდი ხნის გაუპარსავი შავგვრიმანი კაცი ინტერესით ათვალიერებდა ახალ პატიმარს. ბაქანზე 2 შავბერეტიანი კამუფლაჟში ჩაცმული მცველი მიმოდიოდა. ერთ-ერთ საბელზე გამობმული ძაღლი დაყვებოდა. ალბათ სწორედ ამ მცველებმა გამოაფხიზლეს არწვემა. მაშა სადამე ეს ყველაფერი სიზმარი იყო და რამდენიმე საათის შემდეგ მას ჩამოახრჩობენ. რა დროა? ჰკითხა მან შავგვრემანს. 10:30 უპასუხა მან იმავე უცნაური აქცენტით, რომელიც პირველად კიტაი-გოროჩი გაიგონა. საღამოს 10:30. მაშა სადამე შუაღამემდე 2 საათნახევარი დარჩა, მერე კიდევ 5, სულ 7 საათნახევარი, იქამდე სანამ სიცოცხლეს გამოასალმებენ. უწინ არწვემი ცდილობდა ხოლმე წარმოედგინა, რაც გრძნობდა სიკვდილმისჯილი ადამიანი, შიშს, სინანულს, სიძულვილის ჯალათების მიმართ თუ კიდევ სხვას. ახლა კი როცა თავად აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, თავში სრული სიცარიელე ჰქონდა. გული მძიმედ უცემდა, პირში სისხლი უგუბდებოდა. სისხლს ჟანგის სუნი და გემო დაკრავდა. თუ ჟანგს ჰქონდა სისხლის სუნი და გემო, მას ჩამოახრჩობენ, იგი აღარ იარსებებს. ვერაფრით წარმოედგინა ეს. ყველა მიცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია. მეტროში მას ყოველდღე უყურებდნენ თვალებში, მაგრამ ადამიანს ყოველთვის გონია, რომ ის გადარჩება. ტყვია ასდება, ავადმყოფობა დამარცხდება. სიბერემდე კი ისეთი შორია, რომ ამაზე ფიქრიც არ ღირს. არ შეიძლება სულ იმ აზრით ცხოვრება, რომ მოკვდავი ხარ. ეს უნდა დაივიწყო. სხვაგვარად ალბათ გაგიჟდები. ადამიანს იცავს ის, რომ არ იცის როდის მოკვდება. სიკვდილმისჯილისა და განუკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფის ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მათ დაახლოებით იციან როდის დაიხოცებიან. ჩვეულებრივმა ადამიანმა კი ეს არ იცის და ამიტომ ეჩვენება, რომ მუდამ იქნება. თუმცა მეორე დღეს შეიძლება კატასტროფაში დაიღუპოს. თვით სიკვდილი კი არ არის საშინელი, საშინელია მისი მოლოდინი. 7 საათი დარჩა. როგორ მოკლავენ ეტავ? არწვემს არასოდეს ენახა სახრჩობელა. მათ სადგურზე ერთხელ დახვრიტეს მოღალატე. მაშინ არწვემი პატარა იყო და კარგად ვერ გაიგო რა მოხდა. ვედიან ხაზზე ვინმე რომ ჩამოეხრჩოთ, კიდეც ამას საჯაროდ არ იზამდნენ. ალბათ თოქს ჩამოაცვამენ ყელზე, მერე ჭერში ასწევენ, ან ტაბურეტზე შეაყენებენ. არა, ამაზე ფიქრი არ შეიძლება. ძალიან სწურო და თავი აიძულა სხვა რამეზე დაეწყო ფიქრი. თვალწინ დაუდგა მოკლული ოფიცერი, პირველი ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმა. გაახსენდა, როგორ ჩნდებოდა მის მკერდზე უხილავი ტყვიების კვალი, პატარა ნახრეტები, რომლებიც წამში ივსებოდა სისხლით. საერთოდ არ განიცდიდა იმას, რაც გააკეთა და ამან გააკვირვა. ადრე ეგონა, რომ მკვლელები მუდმივად იტანჯებოდნენ სინდისის ქენჯნით. ჩადენილის გამო და გარდაცვლილთა სულები სიბერეშიც კი მათ სიზმრებში ეცხადებოდნენ ხოლმე. ახლა გრძნობდა, რომ ცდებოდა. სრულიად არ ეცოდებოდა ის არაკაცი, პირიქით კმაყოფილი იყო, რომ ჩააძაღლა.
თუ მისი სული სიზმარში გამოეცხადებოდა, არწივი ზურგს შეაქცევდა მას და ზმანებაც გაქრებოდა. სიბერეკი მისთვის აღარ დადგებოდა. სიკვდილის ჟამი სულ უფრო უახლოვდებოდა. როდესაც ასე ცოტა დრო რჩება აღსასრულამდე, ალბათ უნდა იფიქრო რაიმე ძალიან მნიშვნელოვანზე, იმაზე, რაზეც აქამდე არ გიფიქრი. ალბათ უნდა იგრძნო, რომ არასწორად იცხოვრე და თავიდან რომ დაბადებულიყავი, ბევრ რამეს შეცვლიდი. არა, ამ სამყაროში სხვანაირად ვერ იცხოვრებდა და შესაცვლელიც არაფერი იყო. ნუ თუ ის იქნებოდა სწორი, რომ გვერდზე გამდგარიყო და არაფერი მოემოქმედა, როდესაც იმ ნაძირალამ ვანეჩკას თავში საკონტროლო ტყვია ესროლა, არა და არა. მაშინ ამ საცოდავ ბავშვს და მიხაილ პორფირიევიჩს ნამდვილად ვეღარ მოიშორებდა სიზმრებიდან. ნეტავ რა დაემართა მოხუცს, ღმერთო, ერთი ყლუპი წყალი მაინც დაალევინოს ვინმემ. ჯერ საკნიდან გამოიყვანენ, შეიძლება გადასასვლელის გზით წაიყვანონ. თუ ისევ იმ შავ ფუტს არ ჩამოაცვამენ, ამ გალიების გარდა კიდევ რაიმეს დაინახავს. გაჭირობით ასწია თავი და მეზობელს შეხედა. გამხმარი ტუჩები არ ემორჩილებოდა. რა სადგურია ეს? მაინც როგორღაც მოახერხა კითხვა. ტვერსკაია, მაშინ მეუპასუხა თანამესაკნემ და თვითონაც კითხვა შეაგება. რატომ ჩაგაგდეს აქ? ოფიცერი მოვკალი, ძლივს ამოღერღა არწომა. ლაპარაკი ძალიან უჭირდა. ვაი, ალბათ ჩამოგახჩობენ რა? არწომა მხრები აიჩეჩა, შებრუნდა და კვლავ გისოს მიეყუდა. ნამდვილად ჩამოგახჩობენ და არწმუნა მეზობელმა. ხო, ჩამოახჩობენ ძალიან მალე, პირდაპირ ამ სადგურზე. ისევ ძალიან უნდოდა წყალი, ასე ეგონა ეს საშინელი ჟანგის გემო, თუ გაუქრებოდა პირში, ლაპარაკს მაინც შეძლებდა. გალიაში წყალი არ იყო. შორეულ კუთხეში მხოლოდ ჭუჭყიანი რკინის ვედრო იდგა. მცველებისათვის ხომ არ ეთხოვა, იქნებ სიკვდილი მსჯილებს ასეთ თხოვნას უსრულებენ. ხელი რომ ჰქონდეს თავისუფალი, გარეთ გაყოფს და მცველს დაუქნევს, მაგრამ ხელები მავთულით აქვს უკან შეკრული. შეეცადა დაეყვირა, მაგრამ ხველა აუტყდა. ხმაურზე ორივე მცველი მიუახლოვდა გალიას. ვირთხამ გაიღვიძა, კბილები დაკრჭა იმან, რომელსაც ძაღლი ყავდა. წყალი დამალევინეთ, ძლივს ამოილუღლუღა არწომა. წყალი დაგალევინოთ, გაიკვირმა ძაღლიანმა მცველმა. რაღად გინდა წყალი? სადაცაა ჩამოგაკონციელებენ? არა, წყალს შეზე ვერ დავხარჯავთ. შეიძლება ასე უფრო მალე ჩაძაღლდებ. პასუხი ამომწურავი იყო. არწომა თვალები დახუჭა, მაგრამ ახლა მცველებმა წამოიწყეს ლაპარაკი. რაო ნაგაო, ახლა მიხვდი რა ჩაიდინე? კითხა იმან, რომელსაც ძაღლი არ ყავდა. რუსი მაინც არ იყო, შენისთანა ნაძირლების გამოა რომ ამ მდგომარეობაში ვართ. საკუთარ სისხლს და ჯილაკს უღერებთ დანას ზურგში. ამასობაში კი ამ შავტუხებმა მან ზიზღით შეხედა არწიომის თანამესაკნეს, მთელი მეტრო დაიპყრეს. უბრალო რუს ადამიანს არსებობის საშუალებას არ აძლევენ. გაუპარსავმა შავტუხამ თავი დახარა, არწომა კი მხოლოდ მხრების აჩეჩვა მოახერხა. ეს შენი ნაბიჭვარიც გამოასალმეს სიცოცხლეს, ჩაერია საუბარში პირველი მცველი. სიდოროვმა თქვა, რომ მთელი გვირაბი სისხლით იყო მოსრული. დიახაც ასე უნდა. ასეთები გენოფონდს გვიფუჭებენ. როგორც იქნა, გაიხსენა მან ძნელი სიტყვა. ის ბებერიც ჩაძაღლდა, დაამატა მან. როგორ მოკვდა, აღმოხდა არწომს. გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა იმედი, რომ მიხაილ პორფირიევიჩი ცოცხალი იყო და აქ რომელიმე კამერაში იჯდა. ხო, თვითონ ჩაძაღლდა. სულ ცოტათი მოვეფერეთ იმან კი ფეხები გაფშიკა, აუხსნა ძაღლიანმა. ჩანდა ძალიან კმაყოფილი დარჩა იმით, რომ არწომს გული ატკინა. შენ მოკვდება ყველა შენი ახლობელი, გაახსენდა არწომს. ცხადლივ დაინახა შუა გვირაბში გაჩერებული მიხაილ პორფირიევიჩი როგორ ფურცლავდა ბლოკნოტს და ხმამაღლა კითხულობდა. Der Totenrum? არა, შეცდა პოეტი დიდებაც აღარ დარჩება. არაფერი აღარ დარჩება. მერე მოაგონდა როგორ ენატრებოდა მოხუცს თავისი ბინა და საწოლი, რომელიც იქ ზევით ჰქონდა. ცოტა ხანში ისევ გაუწყდა აზრი. თავი კვლავ გისოს მიაყრდნო და მცველის სამკლაურზე გამოსახულ სიმბოლოიან სვასტიკას დაუწყო თვალიერება. უცნაური სიმბოლო იყო, ერთდროულად ვარსკვლავს და ფეხმოგლეჯილ ობობას გავდა. რატომ აქვს სამი ბოლო? კითხა მან მცველს. აბა რამდენი გინდა რომ გქონდეს? აღშფოთდა იგი. რამდენი სადგურიცაა, იმდენი ბოლოა, შეიდიოტო. ეს ერთიანობის სიმბოლოა. დაიცა პოლიც რომ ჩავიგდებთ ხელში, მეოთხე ბოლოსაც მივამატებთ. რა შუაში აქვს სადგურები? ჩაერია საუბარში მეორე მცველი. ეს ძველი სლავური ნიშანია, მზის ბრუნვის სიმბოლო. მერე
ფრიცებმა გადაიღეს ჩვენგან. სადგურები არა ის ხისთავიანო, მაგრამ მზე ხომ არ არის? ამოილუღრუღა არწივმა. პასუხიც კი ვერ მოისმინა, რადგან ისევ დაუბრუნდა თვალთ და გონი დაკარგა. მორჩა დაუცურდა კრამიტი, კმაყოფილები თქვა ძაღლიანმა ცველმა. წამოდი სენია, კიდევ ვიმეს დავებაზროთ. არწივმა არ იცოდა რამდენ ხანს იყო ასე უგონოდ. უხაროდა, რომ მისმა სხეულმა შეიბრალა გონება და გაათავისუფლა უნუგეშო ფიქრებისაგან. გაიღვიძე ძმაო, ჩაესმა შავგრემანი მეზობლის ხმა. უკვე დიდი ხანია გძინავს, ღამის 4 საათია თითქმის. არწივ ძნელად, მაგრამ ნელ-ნელა ამოუტივტივდა ყველაფერი. რაო, რომელია, ამოიხრიალა გაჭირობით. 4-ს უკლია 10 წუთი, გაიმეორა შავგრემანმა. ალბათ ასე 40 წუთში მოვაკითხავენ, ხოლო საათსა და 10 წუთში, არა უკვე საათსა და 9 წუთში. რა ქვია, კითხა მეზობელმა. არწივი. მე კიდევ რუსლანი, ჩემს ძმას ახმედი ერქვა. ის მაშინვე დახვრიტეს. მე კიდევ არ იციან რა მიყონ. ჩემი სახელი რუსულია, ამიტომაც ეშინიათ შეცდომა არ დაუშვან. საიდან ხარ? არწივს ახლა სულ არ აინტერესებდა ეს, მაგრამ მაინც კითხა, რადგან შავგრემანი მეზობლის ლაპარაკი ეხმარებოდა დაევიწყებინა ყველაფერი. მშობლიური ვედენხა მისია, რომელიც ანდეს და მეტროს მომავალიც. კიევსკაიადან, იცი ეს სად არის? ჩვენ მზიურ კიევსკაიას ვეძახით. გაიღიმა რუსლანმა. იქ თითქმის სულ ჩვენებურები არიან, ცოლი მყავს და 3 შვილი. უფროს 6 თითი აქვს ხელზე, ამაყად თქვა მან. წყალი, თუნდაც 1 ყლუპი, თუნდაც თბილი და გაუფილტრავი. დალებდა და ისევ გაითიშებოდა, აღარაფერზე იფიქრებდა. ბოლოს კი ბადრაგი მოაკითხავდა, იქნებ მაინც შეცდა, იქნებ უნდა გაჩუმებულიყო, არაფერი შეემჩინა და გზა გაეგრძელებინა. პუშკინსკაიადან ჩეხოვსკაიაზე გადასულიყო, იქინა კი პოლისამდე სულ 1 მონაკვეთი რჩებოდა. დავალებასაც შეასრულებდა და ჩამოხრშობასაც აცდებოდა. ისევ ძალიან სწყუროდა, შეკრული ხელები ისე დაუბუჯდა, რომ საერთოდ ვეღარ გრძნობდა მათ. რამდენად ადვილია სიკვდილი მისთვის, ვისაც რაღაცის წამს. დარწმუნებულია, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის არსებობა. მანაც ვინც სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავს, ზუსტად იცის როგორ უნდა მოიქცეს და რატომ იქცევა ასე. მათ დიდი იდეის რწმენის ჭირაღდანი უნათებს გზას. ასეთები არაფერს დანობენ და ადვილად ღიმილით კვდებიან. ადრე ამხელა ვაშლები და ატმები იყო და რა ლამაზი ყვავილები. გოგონებს ჩუქნიდი და ისინიც მიღიმოდნენ. ჩაესმა და არწივს ძალიან შორინა და ეს ყველაფერი ახლა უკვე ნამდვილად აღარ აინტერესებდა. დარბაზის სიღრმიდან გაისმა ნაბიჯების ხმა, არწივს გული შეეკუმშა. ნუ თუ უკვე მოაკითხეს, ასე მალე, როგორი იმედი ჰქონდა, რომ 40 წუთი უფრო ნელა გავიდოდა. მეზობელმა ხო არ მოატყუა, როდესაც მას დრო კითხა. გალის წინ 3 წყვილი ჩექმა გაჩერდა. 2 მამაკაცი სამხედრო კამუფლაჟში იყო გამოწყობილი. მესამე კი შავ ტანსაცმელში. აჩხაკუნდა ბოქლომი. გისოსი გვერდზე გაიწია და არწივმა თავი ძლივ შეიკავა, რომ წინ არ გადავარდნილიყო. ააყენეთ, გაისმა ბრძანება. ორივე მხრიდან იღლეებში ხელი მოკიდეს და აწწიეს. შვიდობით ძმაო, მიეძახა რუსლანმა. მომყევით, კვლავ გასცა ბრძანება შავფორმიანმა კაცმა, წყალ-წყალად ცისფერი თვალებითა და პატარა ულვაშით. ორმა მცველმა არწივი ბაქნის მეორე ბოლოში წაათრია. ყმაწვილი ცდილობდა თვითონ გადაედგა ნაბიჯი, რადგან არ უნდოდა ნაჭრის ტიკინასავით მოპყრობოდნენ. გადაწყვიტა ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა. ამიტომ ყველა მისი მცდელობა მხოლოდ ხელს უშლიდა მცველებს. შავფორმიან კაცს ეს აშკარად არ მოსუნდა და კოპებს შეკრული უყურებდა. გალიების რიგი შუა დარბაზში ქვევით მიმავალ ესკალატორებთან მთავრდებოდა. ქვემო დარბაზში ენტო ჩირაღდნები და იქიდან ადამიანების ყვირილი და გმინვა ისმოდა. არწივს ამან ჯოჯოხეთი მოაგონა და ერთგვარი შვებაც კი იგრძნო, რომ იქ არ ჩაიყვანეს. უკანასკნელი საკნიდან ვიღაცამ დაუყვირა, გამაგრდი ძმაო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. თვალწინ ისევ წყლიანი ჭიქა ედგა. მოპირდაპირ კედელთან გამშვები პუნქტი იყო მოწყობილი. იდგა უხეში მაგი და 2 სკამი და ნიშანი, რომელიც შავებს სადგურზე შემოსვლას უკრძალავდა. სახშობილ არსად ჩანდა. ამიტომ არწივს ერთი წამით გაუველმა ფიქრმა, რომ ბაქნის კიდემდე მიაცილებდნენ და სხვა პატიმრებისთვის შეუმჩნევლად გაათავისუფლებდნენ. შავფორმიანმა კაცმა, რომელიც წინ მიდიოდა, უკანასკნელ თაღში ლიანდაგისაკენ გადაუხვია და არწივმა კიდევ მართლა ირწმუნა თავისი ფანტაზიის. თუმცა უცებ დაინახა რელსებზე ბაქნის სიმაღლეზე მოწყობილი მოძრავი ფიცარნაგი და მის თავზე დამონტაჟებული კაუჭი, რომელზეც ყულფად შეკრული თოკი იყო ჩამობმული.
ფიცარნაგზე ხელებ დაკაბიწებული შავნიღბიანი ჩაფსკვნილი კაცი იდგა და თოქს ამოწმებდა. მზად არის? კითხა შავფორმიანმა. ჯალათმა უხმოდ დაუკრა თავი, მერე კი განაგრძო. არ მომწონს ეს კონსტრუქცია. რატომ არ შეიძლებოდა ისევ ის ძველი ტაბურეტი დაგვეტოვებინა? მაშინ 1-2 და ხერხევლის მალები წამში იმტრეოდა და კლიენტიც მზად იყო. ამ რაღაცაზე კი სანამ სული ამოხდებათ, მატლებივით იკლაკნებიან, კუჭნაწლავით ხომ ეთიშებათ და მერე უნდა აალაგო და ასუფთავო. ხმა გაკმიდე შეუყვირა შავფორმიანმა, მერე ჯალათი გვერდზე გაიხმო და გაგულისებულმა ლაპარაკი გაუბა. როგორც კი უფროსი გაიგულეს, მცველებმა შეწყვეტილი საუბარი განაახლეს. მერე მოუთმელად იკითხა იმან, რომელიც არწვემს მარცხნივ ედგა. ხო და მივიმწვდია სვეტთან და ხელი კაბის ქვეშ შევუყავი. თლად დაძნა და მეუბნება, განაგრძო თხრობა მარჯვენა მცველმა, მაგრამ ვერც ამჯერად მოასწრო დამთავრება, რადგან შავფორმიანი დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსია ხელი აღმართა, მოღალატე გადაგვარებული ნაძირალა, მოღალატეებს კი სწორედ ასე ტანჯვაწამებაში უნდა ამოხდეთ სული. უკანასკნელ რჩევა დარიგებას აძლევდა ის ჯალათს. არწვემს ხელები შეუხსნეს, ქურთუკი და სუთრი გახადეს და ჭუჭყიანი მაისური სამარა დატოვეს. ბოლოს ჩამოგლიჯეს ყელზე შებმული გილზა, რომელიც ჰანტერმა მისცა. თილისმა კითხა ჯალათმა, ჯიბეში ჩაგიდებ, იქნებ კიდევ გამოგადგეს. მის ხმაში ღვარძლი არ იგრძნობოდა, პირიქით თითქოს რაღაც სიმშვიდე მოჰქონდა. მას შემდეგ რაც ტანზე გახადეს, ისევ შეუკრეს ხელები და ეშაფოთზე აიყვანეს. მცველები ბაქანზე დარჩნენ. ისინი საჭირონი აღარ იყვნენ. მაინც ვერ გაიქცეოდა, ფეხზე ძლივს იდგა. ერთადერთი ნატრა ჰქონდა, სიკვდილის წინ წყალი დაელია. წყალი, ამოთქვა როგორც იქნა. წყალი გინდა? შეწუხდა ჯალათი. სად გიშოვა ახლა წყალი? არ შეიძლება ძვირფასო, ისედაც ჩამოურჩით მე და შენ გრაფიკს. ცოტაც მოითმინე. იგი ლიანდაგზე ჩახტა და თოქს ხელი მოჰკიდა. ჯარისკაცები გაიჭიმნენ. მათმა შავფორმიანმა უფროსმა კი ამ დრამატული მომენტისათვის შესაფერისი სახის გამომეტყველება მიიღო და დაიწყო. როგორც მტრის ჯაშუში, რომელმაც უღალატა საკუთარ ხალხს, არწვემს ათასგვარი აზრი და მოგონება ერთდროულად მოეძალა. მოიცადეთ, ჯერ ადრეა, უნდა გავაკეთო ეს, ჯერ ვერ მოვასწარე. თვალწინ დაუდგა ჯერ ჰანტერის, მერე კი მამობილის სახე, მიხაილი პორფირევიჩი, შენ მოკვდები, შავები, მათ ვერ უნდა გაიმარჯონ. მოიცადეთ და ისევ ისაშინელი წყურულის გრძნობა, წყალი. გადაგვარებული ნაძირალა, რომელიც არ წხვენს საკუთარ ერს, განაგრძობდა შავფორმიანი. უცებ გვირაბიდან ყვირილი და ტყვიან ფრქვევის კაკანი მოისმა. მერე თითქოს რაღაც გასკდა და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ჯარისკაცებმა ავტომატებს სტაცეს ხელი. შავფორმიანი აფორიაქდა და სასწრაფოდ დაასრულა. განაჩენი სიკვდილით დასჯა და ხელით ანიშნა ჯალათს, რომ საქმე შესდგომოდა. მანაც თოკი მთელი ძალით მოკაჩა. ფიცარნაგი ამოძრავდა. არწვემი შეეცადა ფეხები ისე ემოძრავებინა, რომ მას მიჰყოლოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თოკი სულ უფრო უჭერდა ყელში და სიკვდილისაკენ მიათრევდა. წამიც და ჰაერში აღმოჩნდა. უნებურად ახრიალდა და თვალთ დაუბრუნდა. უცებ სადგური გაივსო ყვითელი მხუთავი ბოლით და სადღაც სულ ახლოს სროლა ატყდა. მეტი არაფერი გაუგია, რადგან გონება დაკარგა. ჰეი ყმაწვილო, მიდი გაახილე თვალი, პულსი გააქვს, ასე რომ თავს ნუიკატუნებ. ჩაესმა და იმ წამს ვიღაცამ გვარიანი სილა გააწდა. მეტჯერ ხელოვნურ სუნთქვას აღარ გავუკეთებ, თქვა მეორე ხმამ. არწვემა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი სიკვდილის წინ ელანდებოდა. ან უკვე იმ ქვეყნიური ცხოვრების დასაწყისი იყო. გეყოფა დახუჭობანას თამაში, მერეც მოასწრებ. ჩასძახო და პირველი ხმა. სახშობელადან ჩამოგხსენი და იმის მაგივრად, რომ სიცოცხლე დატკბე, გდიხარ აქ გაუნძრევლად. როგორც იქნა, ცალი-თვალი გაახილა და ისევ დახუჭა. ერთიანად კანკალებდა. ხო, ნამდვილად საიქიოშია უკვე. მას თავზე ადგა არსება, რომელიც რაღაცით გავდა ადამიანს, მაგრამ ისე უცნაურად გამოიყურებოდა, რომ თლად ადამიანადაც ვერ ჩათვლიდით. ყვრიმალებზე გადაკრული ყვითელი კანი, თვალების მაგიერ კი ვიწრო, გრძივი ხვრელები ჰქონდა. არა, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია, გამოაცხადა ვიღაცამ და არწვემა იგრძნო, რომ სახეში წყალი შეასხეს. ინსტინქტურად ჩაებღაუჭა ხელს, რომელსაც ბოთლი ეჭირა და მაცოცხლებელ სითხეს დაეწაფა. ხოლოდ ამის შემდეგ წამოჯდა და მიმოიხედა. გრძელ 2 მეტრიან დრეზინაზე იწვა და თავბრუ დამხვევის სისწრაფით მიჰქროდა გვირაბში. ჰაერში გამონაბოლქვის სუნი იდგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დრეზინა ბენზინზე მუშაობდა. მის გარდა კიდევ 4 მამაკაცი და დიდი მურაძაღლი იყო. ერთ-ერთი ის ყვითელკანიანი და ვიწრო თვალებიანი, რომელიც არწვემს ასულიერებდა, მეორეს
ასულიერებდა. მეორეს წვერებიან შუახნის კაცს ეცვა დაბამბული ქურთუკი და ეხურა ყურებიანი ქუდი წითელ არმიელის ვარსკვლავით. მხარზე ისეთივე ძველი ყაიდის ავტომატი ეკიდა, როგორც ადრე არჭომს ჰქონდა. ოღონდ ეს თოხი ხიშტითაც იყო აღჭურული. მესამე ათლეტური აღნაგობის კაცის დანახვაზე არჭომმა კინაღამ ისევ გრძნობა დაკარგა, ვინაიდან მას ძალიან მუქი, თითქმის შავი პირი სახე ჰქონდა. როდესაც კარგად დააკვირდა, ცოტა დამშვიდდა. მიუხედავად შეფერილობისა, ეს ჩვეულებრივი ადამიანური სახე იყო, სქელი ტუჩებითა და გაბუშტული ცხვირით. მეოთხე მამაკაცმა ვაშკაცური ლამაზი სახით ცოტათი პუშკინსკაიაზე გამოკრული ფაშისტების პლაკატი მოაგონა. მას ძალიან კარგი ხარისხის ტყავის ქურთუკი ეცოდა, ზედ ტყავისავე ფართო ქამარი ეკეთა. ქამარზე კი პისტოლეტის დიდი ბუდე ეკიდა. დრეზნის ბოლოში იდგა დეგტიაროვის ტყვიამფრქვევი და ფრიალებდა წითელი ხელნაკეთი დროშა. დროშას ფარნიშუკი დაეცა და არჭომა დაინახა, რომ მასზე ვიღაც შავწურა მამაკაცი იყო გამოსახული. ეს ყოველივე იმდენად არარეალური ჩანდა, რომ არჭომს კვლავ სიზმარში ეგონა თავი. გაცოცხლდი? ხიარულად კითხა ვიწრო თვალებამ. მოყევი ახლა ჩამომხრჩალო, რას გერჩონდნენ? იგი სრულიად უაქცენტოდ ლაპარაკობდა. მისი გამოთქმა არ განირჩეოდა თვით არტიომის ან სუხოის გამოთქმისაგან და ეს ძალიან საკვირველი იყო. ყმაწვილს მოეჩვენა, რომ ეს რაღაც ფარსი იყო. ყვითელკანიანი მხოლოდ პირს აღებდა და მის მაგვირად ტყავის ქურთუკიანი მამაკაცი ან წვეროსანი წარმოთქვამდა სიტყვებს. მათ ოფიცერს ვესროლე და მოვკალი, უხალისოდ აღიარა არჭომა. რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილ ხარ, წამოიძახა გახარებულმა წვრილ თვალებამ. ასე უნდა მაგათ. შავკანიანი ათლეტი, რომელიც წინ იჯდა, მოტრიალდა და პატივისცემით შეხედა არჭომს. მას ტყუილად არ მოგვიწყვია ეს ალიაქოთი, თქვა მან და გულიანად გაიღიმა. მასაც არავითარი აქცენტია. არჭომი დაიბნა, აღარ იცოდა რა ეფიქრა. რა გვქვია მეგობარო? კითხა ტყავის ქურთუკიანმა. არჭომა თავი წარუდგინა. მე ამხანაგი რუსაკოვი ვარ. ეს ამხანაგი ბანზაი. ტყავის ქურთუკიანმა წვრილ თვალებაზე მიუთითა. შავკანიანს მაქსიმი ერქვა, ხოლო წვეროსანს ამხანაგი ფიოდორი. არჭომი მოელოდა, რომ ძაღლსაც ამხანაგად მოიხსენიებდნენ, მაგრამ მას უბრალოდ კარაციუპას ეძახდნენ. არჭომა რიგრიგობით ჩამოართვა ხელი ყველას, ძალიან ცდილობდა კარგად დაემოხსოვრებინა მათი სახელები. განსაკუთრებით გაუძნელდა ეს ენის მოსატეხი კარაციუპა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ერთმანეთს ისინი სხვაგვარად მიმართავდნენ. მეთაურს ამხანაგ კომისარს უწოდებდნენ. შავკანიანს ხან მაქსიმკას, ხან კიდევ ლუმუმბას, წვრილთვალებას უბრალოდ ბანზაის, ხოლო ქუდიან წვეროსანს ძია ფიოდორს. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. შენ ახლა მოსკოვის მეტროპოლიტენის ამხანაგ ერნესტო ჩეგევარას სახელობის პირველი ინტერნაციონალური წითელი საბრძოლო ბრიგადის წევრებს ელაპარაკები. ამაყად მოახსენა ამხანაგმა რუსაკოვმა. არჭომა მას მადლობა გადაუხადა და გაჩუმდა. ცდილობდა გამოეცნო, რას ნიშნავდა ეს გრძელი და არც თუ ისე გასაგები სახელწოდება. სიტყვა წითელი ბოლო დროს მასზე ისე მოქმედებდა, როგორც გაავებულ ხარზე, ხოლო ბრიგადა იწვევდა არასასიამოვნო ასოციაციებს ბანდიტების დაჯგუფებასთან, რომელიც თურმე შაბოლოვსკაიაზე იყო გაბატონებული. ამის შესახებ თავის დროზე ჟენკამ უამბო. ყველაზე მეტად აინტერესებდა, ვინ იყო ის დროშაზე მიხატული წვერიანი კაცი. ცოტა ხნის შემდეგ გაბედა და იკითხა კიდეც. სწორედ ეს არის ძმაო ჩეგევარა, აუხსნა ბანზაიმ. ვინ არის ეს ჩეგევარა? კითხა არჭომა და ბრიგადის წევრების გამომეტყველებით მიხვდა, რომ სისულელე ჩაიდინა. ამხანაგი ერნესტო ჩეგევარა დიადიკუბელი რევოლუციონერია, კაცრად წარმოთქვა კომისარმა. მიუხედავად ასეთი ამომწურავი პასუხის, არჭომა მაინც ვერაფერი გაიგო, მაგრამ ამჯობინამ გაჩუმებულიყო და აღფრთოვანებული გამომეტყველებაც მიეღო. ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანებმა იგი სიკვდილისაგან იხსნეს და მათი გაბრაზება ნამდვილად არ უნდოდა. ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ. სანამ საუბრობდნენ, მოასწრეს ერთი ნახევრად ცარიელი სადგურის გავლა და გვირაბში გაჩერდნენ. ნახოთ თუ გაბედავენ ეს ფაშისტი ნაძირლები გამოდევნებას, თქვა ამხანაგმა რუსაკოვმა. ახლა ძალიან ჩუმად უნდა ელაპარაკათ, რადგან კომისარი და კარაციუპა სმენად იყვნენ ქცეული, რომ დევარი არ გამოპაროდათ. რატომ გააკეთეთ ეს? რატომ დამიხსენით? კითხა არჭომა. გეგმიური გასვლა გქონდა, ინფორმაცია მივიღეთ, აუხსნა ბანზაიმ. რა ინფორმაცია? ჩემზე? გაუკვირდა არჭომს, თან გაახსენდა ხანის სიტყვები მისი მისიის შესახებ. ამიტომ მზად იყო დაეჯერებინა წითელი ბრიგადის წევრებსაც მისი გადარჩენა ისევ ზებუნებრივმა ძალამ
ჩააგონა, მაგრამ ბანზაიმ იმედი გაუცრუა. არა, საერთოდ გავიგეთ, რომ კიდევ რაღაც მხეცობები ჰქონდა ჩაფიქრებული და ამხანაგმა კომისარმა გადაწყვიტა ეს არ დაეშვა. ჩვენი მიზანია მოსვენება არ მივცეთ ამ ნაძირლებს. საუბარში მაქსიმკა ჩაერთო. ამ მხრიდან მათ საერთოდ არ აქვთ საზღვარი გამაგრებული. უბრალოდ საგუშაგოები მოაწყოს, ხო და ზუსტად ამ საგუშაგოებს გადავუარეთ. და სანანია რომ ტყვიაფრქვევის გამოყენება დაგჭირდა, მერე გაზით მივახმარეთ. შენ ჩამოგხსენით ის უდღეური SSL რევოლუციური ტრიბუნალით უცებ გავასამართლეთ და უკან წამოვედით. ძია ფეოდორმა, რომელიც აქამდე ჩუმად იყო და რაღაც ისეც ეწეოდა, რომ არწევს ბოლისგან თვალები დაეწვა, უცებ ხმა ამოიღო. მაგრად დაგამუშავეს ბიჭიკო, სპირტი გინდა? მან რკინის ყუთიდან ამოიღო დიდი ბოთლი, რომლის ნახევარი მღვრია სითხით იყო სავსე, შეანჯღრია და არწევს გაუწოდა. მაცმულმა დიდი გაჭირვებით მოსვა. ცეცხლოვანმა წყალმა გულმუცელი ჩაწვა, მაგრამ ორიოდე წუთში არწევმა ცოტა შვება იგრძნო. მაშ თქვენ წითლები ხართ? ფრთხილად კითხა მან. ჩვენ ძმაო კომუნისტები ვართ, რევოლუციონერები. ამაღად მიუგო ბანზაიმ. წითელი ხაზიდან? არა, ჩვენ ცალკე ვართ. ცოტა ჭოჭმანით თქვა ყვითელკანიანმა და სასწრაფოდ დაამატა. ამხანაგი კომისარი აგიხსნის ყველაფერს, ის არის ჩვენი იდეოლოგი. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა ამხანაგი რუსაკოვი და განაცხადა: სიწყდარია, შეგვიძლია შევისვენოთ. კოცონის დანთება არ ხერხდებოდა, რადგან შეშა არ იყო. პატარა ჩაიდანის სპირტქურის თავზე დაკიდეს და თანაბრად გაიყვეს შებოლილი ღორის ხორცის მოზრდილი ნაჭერი. რევოლუციონერები საეჭვოდ კარგად იკვებებოდნენ. მათ ამხანაგ რუსაკოვს გადასცეს არწიომის შეკითხვა. არა, ამხანაგო არწიომ, ჩვენ წითელი ხაზიდან არა ვართ. აუხსნა კომისარმა. ამხანაგი მოსკვინი სტალინურ პოზიციას მიემხრო. ოფიციალურად უარი თქვა მთელ მეტროპოლიტენში რევოლუციის გამარჯვებაზე, ინტერნაციონალთან თანამშრომლობაზე და საერთოდ რევოლუციურ საქმიანობაში დახმარებაზე. იგი რენეგატი და ოპორტუნისტია. მე და ჩემი მეგობრები ტროცკისტულ მიმართულებას ვუჭერთ ხარს და ვიზიარებთ ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას შეხედულებებს. ამიტომაც არის იგი ჩვენს დროშაზე. რუსაკოვმა ჩამოკონციალებული წითელი ნაჭრისკენ გაიშვირა ხელი. კოლაბორაციონისტი ამხანაგი მოსკვინისგან განსხვავებით ჩვენ რევოლუციური იდეის ერთგულნი დავრჩით. მე და ჩემი მეგობრები გმობთ მის პოლიტიკურ ხაზს. ხო და ნეტა ვინ გაძლევს საწვავს? სრულიად უადგილოდ ჩააკვეხა სიტყვა ძია ფეოდორმა. ამხანაგი რუსაკოვი გაწითლდა და ძია ფეოდორს გამანადგურებელი მზერა ესროლა. წვეროსალმა კი ირონიულად ჩაიცნა და თავისი პაპიროსი მაგრად მოკაჩა. არწევმა კომისრის საუბრიდანაც ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა რომ წითლებთან, რომლებიც მიხაილ პორფირიევიჩს განადგურებით ემუქრებოდნენ, მის გადამრჩენებს ცოტა რამ ჰქონდათ საერთო. ამან დაამშვიდა და მოუნდა თავისი ცოდნა გამოემჟღავნებინა. სტალინი ისა მავზოლეუმში რომ არა? იკითხა მან და ისევ მიხვდა რომ რაღაც ძალიან ცუდი თქვა. ამხანაგმა რუსაკოვმა კოპები შეკრა, ბანზაიმ გვერდზე გაიხედა. ძია ფეოდორმა კი თავი უკმაყოფილოდ გააქნია. არა, ეს ლენინია, მავზოლეუმში ხომ სწორია? სწრაფად გამოასწორა მან. ამხანაგ რუსაკოვს სახე დაუწყნარდა, მაგრამ მაინც მკაცრად წარმოთქვა. თქვენთან კიდე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ამხანაგო არწევს ძალიან არ უნდა და კომისარ რუსაკოვს მასთან ემუშავა, მაგრამ თავი შეიკავა და აღარაფერი უპასუხა. პოლიტიკაში მართლაც ცოტა რამ გაიგებოდა, მაგრამ ბოლო დროს დაინტერესდა ამით. ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჰკითხა: ფაშისტები რატომ არ გიყვართ? მე წინააღმდეგი ვარ მათი, მაგრამ თქვენ ხომ რევოლუციონერები ხართ და ეს მათ ესპანეთისთვის, ერნსტ ტელმანისათვის და მეორე მსოფლიო ომისათვის გამოსწრებელებში ამხანაგმა რუსაკოვმა. არწევმა კვლავ ვერაფერი გაიგო, მაგრამ ამჯერადაც მოერიდა თავისი უცოდინრობის გამჟღავნებას. ჭიქებში ადუღებული წყალი ჩამოასხეს, ყველა გამოცოცხლდა. ბანზაი შეუჩნდა წვეროსანს რაღაც სულელური კითხვებით. აშკარად უნდა მისი გახელება. მაქსიმკა კი კომისარს მიუჩოჩდა და კითხვა დაუსვა: მითხარით, თუ შეიძლება ამხანაგო რუსაკოვ, რას ამბობს მარქსიზმ-ლენინიზმი უთავო მუტანტების შესახებ? დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა. მინდა იდეოლოგიურად მომზადებული ვიყო, მაგრამ ამაში ვერ ვერკვევი. თქვა დარწმუნდით და გაიღიმა. ეს რთული საკითხია ამხანაგო მაქსიმ. უპასუხა კომისარმა და კარგ ახნით ჩაფიქრდა. არწევსაც აინტერესებდა, რას წარმოადგენდნენ უთავო მუტანტები პოლიტიკური თვალსაზრისით და საერთოდაც არსებობდნენ თუ არა, მაგრამ ამხანაგი რუსაკოვი დუმდა და ყმაწვილი ისევ თავის ძველ საფიქრალს მიეცა. პოლისი,
რამენერად უნდა მოხდეს პოლისში, სასწაულებრივად გადარჩა და კიდევ ერთი შესაძლოა ბოლო შანსი მიეცა. მთელი სხეულის ტკიო და თუ სუნთქვა უჭირდა, თვალს ისევ ვერ ახელდა. ძალიან უნდოდა ამ ადამიანებთან დარჩენა, მათთან თავს უშიშრად გრძნობდა. უცხო გვირაბის ხმაური ოდნავადაც აღარ აშფოთებდა. რა კარგი იქნებოდა, რომ ასე გაგრძელებულიყო უსასრულოდ. თითქოს ხელახლა დაიბადა. შიში, რომელიც ეგზეკუციის წინ დაეუფლა, უკვე გაუქრა და ამაში ზია ფიოდორის ჯოჯოხეთური სასმელიც დაეხმარა. ამხანაგე ფიოდორი, udardeli ბანზაი, სერიოზული ტყავებში გამოწყობილი კომისარი და უშველებელი მაქსიმ ლუმუმბა ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება ისინი, მაგრამ ახლა უნდა წავიდეს. მას თითქმის აღარაფერი აქვს. ახალ-ახალი ავტომატი, ვაზნებით სავსე 5 მჭიდი, პასპორტი, საჭმელი, ჩაი, ფარნები, ყველაფერი ფაშისტებთან დარჩა. შერჩა მხოლოდ ქურთუკი, შარვალი და ჰანტერის მიცემული ვაზნა, რომელიც ჯალათმა ჯიბეში ჩაუდო. როგორ მოიქცეს, იქნებ ჯობი ამ ინტერნაციონალური ბრიგადის წევრებთან დარჩეს, მათი ცხოვრებით იცხოვროს და სხვა ყველაფერი დაივიწყოს. არ შეიძლება მას არ აქვს უფლება დაივიწყოს. არ აქვს უფლება დაივიწყოს ჰანტერის დავალება. უკვე გვიან არის და უნდა წავიდეს. კვაწვილი ერთხანს ჩუმად იჯდა, ცდილობდა არაფერზე ეფიქრა, თავი მაინც ვერ დაირწმუნა, რომ გადაწყვეტილება უნდა შეეცვალა. ნაგვემის სხეული დასვენებას თხოვდა, მაგრამ ვიღაც უხილავი თითქოს თავზე ადგა და აიძულებდა ფეხზე ამდგარიყო და გზას გასდგომოდა. მართლაც წამოდგა. კომისარმა გაკვირებით შეხედა. მაქსიმკამ კი ავტომატს მოკიდა ხელი. ამხანაგო კომისარო, თუ შეიძლება რომ დაგელაპარაკოთ, შეეცადა ეს სიტყვები მშვიდად, მაგრამ მტკიცედ წარმოეთქვა. ამის გაგონებაზე ბანზაიმაც დაანება თავი ძია ფიოდორს და შეშფოთებული მიაჩერდა არწევს. ამათი თანდასწრებით მითხარით ამხანაგო არწევ, მე ჩემს მეგობრებს არაფერს ვუმალავ. ფრთხილად თქვა კომისარმა. მე ძალიან მადლობერი ვარ თქვენი რომ გადამარჩინეთ. სამწუხაროდ არაფერი გამარჩნია რომ ვალი გადაგიხადოთ. ძალიან მინდა თქვენთან დავრჩე, მაგრამ არ შემიძლია, უნდა წავიდე. კომისარი დუმდა, უცებ ძია ფიოდორი ჩაერია ლაპარაკში. სად უნდა წახვიდე? იკითხა მან. არწევი თავდახრილი იდგა და ხმას არ იღებდა. უხერხული სიჩუმე გაიწელა. ყმაწვილს მოეჩვენა, რომ ახლა ეს მამაკაცები ეჭვით და უნდობლად უყურებდნენ. ცდილობდნენ გამოეცნოთ სინამდვილეში ვინ გადაარჩინეს, ჯაშუში თუ მოღალატე. რატომ არ უნდა თქვას სად მიდის? თუ არ გინდა ნუ იტყვი, უთხრა ძია ფიოდორმა. პოლისში უნდა წავიდე, ვერ მოითმინა არწევმა. მიხვდა, რომ სულელური კონსპირაციის გამო ასეთი ადამიანების ნდობას და კეთილგანწყობას ვერ დაკარგავდა. საქმე გაქვს იქ? შვიდი სახით განაგრძობდა გამოკითხვას წოროსანი. არწევმა თავი დაუქნია. სასწრაფო საქმეა? არწევმა კვლავ ხმოდ დაუდასტურა. შენი საქმესა შენიცი, აქ ძალით არავინ გაგაჩერებს. თუ არ გინდა რომ გვითხრა, რისთვის მიდიხარ პოლისში, ნუ იტყვი, მაგრამ ასე შუა გვირაბში ხო ვერ დაგაგდებთ? ხომ ვერ ვიზამთ ამას ბიჭებო, მიმართა მან დანარჩენებს. ბანზაიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მაქსიმკამ ხელი უშვა ავტომატს და თქვა, რომ მასაც არ შეუძლია. ამის შემდეგ ამხანაგი რუსაკოვი ალაპარაკდა მკაცრი ხმით. მზად ხართ თუ არა ამხანაგო არწევს დაიფიცოთ ჩვენი ბრიგადის წევრების წინაშე, რომ თქვენი დავალებით არ გეგმავთ რევოლუციის საქმისათვის ზიანის მიყენებას? ფიცავ, წამოიძახა არწევმა. რევოლუციისათვის ხელის შეშლას ნამდვილად არაპირებდა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა. ამხანაგი რუსაკოვი ერთხანს კიდევ დაჟინებით აკვირდებოდა ყმაწვილს, ბოლოს კი ვერდიქტი გამოიტანა. ამხანაგო მებრძოლებო, პირადად მევენდობი ამხანაგ არწევს. გთხოვთ ხელის აწევით დაგვიდასტუროთ ვინ არის მომხრე, რომ დავეხმაროთ მას პოლისამდე მისვლაში. ძია ფიოდორმა პირველმა ასწია ხელი და არწევმა გაიფიქრა, რომ ალბათ სწორედ წვეროსანმა ჩამოხსნა იგი ჩახშობელადან. მაქსიმ კაც ხელის აწევით დაეთანხმა ამ წინადადებას. ბანზაიმ კი უბრალოდ თავი დააქნია. საქმე ისაა ამხანაგო არწევ, დაიწყო კომისარმა, რომ აქ ახლოს არის გასასვლელი, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის. ის ზამოსკვორეცკაიას ხაზს წითელ ხაზთან აკავშირებს. ჩვენ შეგვიძლია თქვენი გადაყვანა. კომისარს არ დასალდა სიტყვის დამთავრება, რადგან კარაციუპა, რომელიც იქამდე წყნარად იწვა მის ფეხებთან, უცებ ყეფით წამოხდა. ამხანაგმა რუსაკოვმა ელვისებური მოძრაობით ბუდიდან ამოიღო ახალთახალი პრიალა ტეტე. დანარჩენებიც ფეხზე წამოცვიდნენ. ბანზაი დრეზინის დასაკოქშნურს დასწვდა. მაქსიმ არიერგარდში გადაინაცვლა. ძია ფიოდორმა კი იმ რკინის ყუთიდან, რომელშიც არახს ინახავდა, ამოიღო ბოთლი, რომელშიც პატრუქი იყო გარჭობილი. გვირაბი ამ ადგილას დაღმართში ეშვებოდა, ამიტომ
არაფერი ჩანდა, მაგრამ ძაღლი განაგრძობდა ყეფას და არწმუნოსაც გადაედო საერთო განწყობა. მეც მომეცით ავტომატი, ითხოვა ჩურჩულით. შორი ახლო აინთო და მაშინვე ჩაქრა საკმაოდ ძლიერი ფარანი. გაისმა მჭახე ხმა, რომელიც მოკლე ბრძანებებს იძლეოდა. ამას მოყვა შექმების ბრაგუნი, ვიღაცამ შეიგინა და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. კომისარი კარაციუპას პირზე ხელს უჭერდა, რომ არ დაეყეფა, მაგრამ ძაღლი დაუსყლდა და ისეთი ერთი ამბავი ატეხა, არ იქოქება, ჩაილაპარაკა ბანზაიმ, უნდათ მივაწვეთ. არწიომი დრეზინიდან ჩამოხვდა, მას მაქსიმი და წვეროსანიც მიხვდნენ. მანქანის დაძვრა გაჭირდა, რადგან ძალიან მძიმე იყო. როგორც იქნა დაიქოქა და ათუხთუხდა, მაგრამ ამოსობაში მდევარი თავზე წამოადგათ. ცეცხლი გაისმა გვირაბიდან და ავტომატების ჯერმა იქაურობა გააყრუა. ტყუების სეტყასავით წამოვიდა. არწიომა გაიფიქრა, აქედან ვეღარ გავახცევთო, მაგრამ მაქსიმკას ტყუამ ფქვევმა ავტომატებს ხმა ჩააკმედინა. დრეზინამ სულას უმატა და ყმაწვილი გაიქცა, რომ ზედ შემხტარიყო. გაგვექცევიან ჩქარა, დაიძახეს უკნიდან და ავტომატები ისევ აკაკანდნენ. საბედნიერო ჯერჯერობით ტყუები სადღაც სხვაგან მიფრინავდა. წვეროსანმა პატრუკს ცეცხლი მოუკიდა, ბოთლი რაღაც ჭინკში გაახვია და ლიანდაგზე გადააგდო. ერთ წუთში გვირაბში ცეცხლის ალი ავარდა და გაისმა აფეთქების ხმა. მიდი კიდევ ერთი და ბოლიც. უბრძანა ამხანაგმა რუსაკოვმა. დრეზინა გარბოდა, მდევრები კი ამაოდ ცდილობდნენ გაეკულიათ გზაყვითელი შხამიანი ბოლის სქელსაფარში. ჩაუფრინეს ნოვოკუზნეცკაიას სადგურს. ამხანაგმა რუსაკოვმა კატეგორიულად აუკრძალა აქ შეჩერება. არწიომმა მხოლოდ ის შეამჩნია, რომ აქ ბევრი ხალხი ირეოდა. ბანზაიმ შუმად აუხსნა, რომ ეს ძალიან ცუდი სადგური იყო და ძალიან უცნაური ადამიანები ცხოვრობდნენ. უკანასკნელად, როცა აქ გაჩერება ვცადეთ, ძალიან ვინანეთ და ძლივს გავასწარით აქედანო. გვაპატია ამხანაგო, ახლა უკვე ვეღარ შევძლებთ შენს დახმარებას. პირველად მიმართა შენობით არწიომს ამხანაგმა რუსაკოვმა. აქ დიდხანს ვეღარ დაუბრუნდებით. ახლა ჩვენ სათადარიგო ბაზაზე ავტოზავოდსკაიაზე უნდა გადავინაცვლოთ და თუ გინდა შემოგვიერთდი. არწიომს ისევ გაუჭირდა უარის თქმა, მაგრამ ამჯერად ეს მაინც უფრო ადვილად გამოუვიდა. უცნაური გზნობა დაეუფლა თითქოს მთელი სამყარო გაერთიანდა მის წინააღმდეგ. იმის მაგვირად, რომ სანუკვარ მიზანს ცენტრს მიახლოვებოდა, ახლა უფრო დაშორდა მას, თუმცა მეორე მხრივ ეს წინააღმდეგობა მის ჟინს უფრო აღვივებდა და ძალას ზენდა. არა, უთხრა კომისარს მტკიცედ, უნდა წავიდე, მაშინ ერთად მივალთ პაველეცკაიამდე და იქ დავშორდებით ერთმანეთს. ცოტა დუმილის შემდეგ უთხრა კომისარმა. დასანანე ამხანაგო არწიომ, ჩვენ მებრძოლები გვჭირდება. ნოვოკუზნეცკაიას შემდეგ გვირაბი ორად იყოფოდა. დრეზინამ მარცხნივ გაუხვია. არწიომმა იკითხა, საით მიდიოდა მარჯვენა გვირაბი და აუხსნეს, რომ იქ შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან რამდენიმე ასეული მეტრში ნამდვილი ციხესიმაგრე ხანზის ფორპოსტი იდგა. აღმოჩნდა, რომ ეს ძნელად შესამჩნევი გვირაბი წრიული ხაზის სამი სადგურის ოქტიაბროვსკაიას, დობრინინსკაიას და პაველეცკაიას აკავშირებდა ერთმანეთთან. მის დანგრევას არ აპირებდნენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი იყო, მაგრამ მას მხოლოდ ხანზის საიდუმლო აგენტები იყენებდნენ. თუ ვინმე უცხო მიუახლოვდებოდა ფორპოსტს, მას მიზეზის უკითხავად მაშინვე ანადგურებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ პაველეცკაიაც გამოჩნდა. არწიომმა გაიფიქრა, რომ მართალი იყვნენ ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, რომ მოდესღაც მთელი მეტროს გავლა 1-2 საათში შეიძლებოდა. აი ასეთი დრეზინა რომ ჰქონდეს, მაგრამ არც დრეზინა უშველი და რადგან ასე უსაფრთხოდ და უდარდელად მოძრაობა, ალბათ მხოლოდ ხანზაში და პატარა მონაკვეთზე შეიძლებოდა. არა, აღარ უნდა ეუცნება ამაზე. ახალ რეალობაში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. ის ჯადოსნური მშვენიერი სამყარო დაინგრა. იგი აღარ არსებობს და მოთქმა გოდება ვეღარ უშველის ჯობია უკან მოუხედავად იაროს წინ. თავი მიათენ. პაველეცკაიას საგუშაგოები არ ჩანდა. მხოლოდ სადგურამდე 30 მეტრში შეხვდა თუ ჯგუფი ცუდად ჩაცმული ადამიანებისა, რომლებმაც მაშინვე გზა დაუთმეს მათ დრეზინას. აქ არავინ ცხოვრობს? რაც შეეძლო გულგრილად იკითხა არწიომმა. ძალიან არ უნდოდა მიტოვებულ სადგურზე მარტო იარაღის საკვებისა და საბუთების გარეშე დარჩენილიყო. ამხანაგმა რუსაკოვმა გაკვირვებით შეხედა და მიუგო, როგორ არა, აქ ცხოვრობენ. მას საგუშაგოები რატო არ არის? არ ეშვებოდა არწიომი. იმიტომ რომ ეს პაველეცკაიაა. ვინ გაბედავს მისთვის ხელისხლებას? ჩაერთო საუბარში ბენზაი.
ბანზაი. არწმუნოს გაახსენდა, რომ მოდესღაც ერთმა ბრძენმა სიკვდილის წინ თქვა, მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიციო. თვითონ ნამდვილად არ ქონდა წარმოუდგენა, თუ რატო ვერ ბედავდა ვერავინ აქ ცხვირის შემოყოფას. მისი თანამგზავრები კი ამაზე ისე ლაპარაკობდნენ, როგორც საყოველთაოდ ცნობილ ამბავზე. მართლა არ იცი? კითხა ბანზაიმ. ცოტა მოიცადე და თვითონ დაინახავ. სადგური ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იყო. ჭერი იმდენად მაღალი ჰქონდა, რომ კედლებზე დამაგრებული შირაღნები შუქი ბოლომდე ვერ სტობოდა მას. დიდი მრგვალი თაღები ვიწრო ნატიფ სვეტებს ეყრდნობოდა. თაღთა შორის სივრცეს კი ბრინჯაოს ბარელიეფები ავსებდა. ნამგლები და უროები, დანგრეული იმპერიის ნახევრად მივიწყებული სიმბოლოები თაღების ჩარჩოებში ისევე მედიდურად ჩანდნენ, როგორც ძველად. სვეტების დაუსრულებელი რიგი სადღაც შორს სიბნელეში იკარგებოდა. ოდესღაც აქ ალბათ ციკლოპი ცხოვრობდა, ამიტომაც იყო ყველაფერი ასე გიგანტური. ნუ თუ მხოლოდ სილამაზე იცავს აქაურობას თავდასხმელებისგან, დრეზიდან მსვლაშიანელა და მალე სულ გაჩერდა. არწმუნო კვლავ ამ მიწისქვეშა სასახლის მშვენიერებით ტკბებოდა და ისევ ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: რა ხდება? რატომ ვერავინ ბედავს აქ შემოჭრას? გაჩერებულ დრეზინას დაუბანელი კონკებში ჩაცმული ბიჭების ჯგრო შემოერტყა და ინტერესით და შურით დაუწყეს თვალიერება. ერთი ბიჭი ლიანდაგზე ჩახტა და ძრავას დაუწყო წვალება, მაგრამ ძია ფეოდორმა დაუცაცხანა და გააგდო. ამხანაგო არწმუნო, აქ ჩვენი გზები იყოფა, უთხრა კომისარმა. ჩვენ ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ რაღაც გაჩუქოთ. აიღე. აქ ამ სიტყვებით მან არწმუნს ავტომატი და ფარანი გაუწოდა. ეს ფაშისტებს ავართვით, ასე რომ თამამად შეგიძლია აიღო. აქ ვეღარ გავჩერდებით, მართალია პაველეცკაიაზე ცხვირს ვერ შემოყოფენ, მაგრამ ვინ იცის სადამდე გვდევენ? განშორებისას ბანზაიმ ძლიერად ჩამოართვა ხელი. მაქსიმა მეგობრულად დაჰკრა მხარზე. ძია ფეოდორმა კი სპირტიანი ბოთლი შეაჩეჩა და ჩაილაპარაკა. აბა შენიცი ბიჭო, კიდევ შეხვდებით. ამხანაგი რუსაკოვი სერიოზული სახით შეუდგა დარიგებას. ამხანაგო არწიომ, გემშვიდობები და ორი რამ მინდა გითხრა. პირველი, მუდამ გჯეროდეს შენი ბედის. როგორც ამხანაგი ერნესტო ჩე გევარა ამბობდა, hasta la victoria siempre. სამარადისო გამარჯვებამდე ნიშნავს. მეორე კი ყველაზე მთავარია, no pasaran. თარგმანში ვერ გაივლიან. ამის გაგონებაზე ბრიგადის ყველა მებრძოლმა მუშტი შემართა და ერთხმად შესძახეს. no pasaran. არწიომს წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავდა ეს, მაგრამ კითხვის დასმა უხერხულად ეჩვენა. ამიტომ მანაც შემართა მუშტი და რაც შეიძლებოდა მტკიცედ თქვა no pasaran. ჩანს ყველაფერი სწორად გააკეთა, რადგან ამხანაგ რუსაკობს თვალები გაუბრწყიდა და არწიომს ხედრული სალამი მისცა. ამასობაში ძრავი ათუხთუხდა და ბავშვები ყიჟინით დაედევნენ დრეზინას, რომელიც მალე ბნელ გვირაბში გაუჩინარდა. არწიომი ისევ მარტო დარჩა, თანაც ასე შორს საკუთარი სახლიდან. ბაქანზე გამოიარა და რაც პირველად ეცა თვალში, საათები იყო, თანაც ბევრად მეტი, ვიდრე ვედენხაზე. მის მშობლიურ სადგურზე საათს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე როგორც წიგნებს და საბავშვო სკოლებს. ამით მისი მაცხოვრებლები აჩვენებდნენ მთელ მეტროს, რომ ისინი ებრძვიან დეგრადაციას და ადამიანებად რჩებიან. აქ კი საათი რაღაც სხვა, გაცილებით უფრო დიდ როლს თამაშობდა. ცოტა ხანში არწმუნმა სხვა განსხვავებებიც შეამჩნია. ჯერ ერთი თვით სადგურზე არ ჩანდა რაიმე საცხოვრისი. ერთ-ერთ ლიანდაგზე იდგა მხოლოდ მატარებლის რამდენიმე ვაგონი. ბაქანზე კი მოვაჭრეებს დახლები და რამდენიმე ფარდული გაეშალათ. ფარდულებში სახელოსნოები გაემართათ. საცხოვრებელი კაროები კი არსად ჩანდა. უსახლ კაროები და მათხოვრები მუყაოს ყუთებში ცხოვრობდნენ. დრო და დრო ადამიანები ჩერდებოდნენ საათებთან და შესცქეროდნენ მათ. ის ვისაც საკუთარი მაჯი საათი ჰქონდა, მასზე ნაჩვენებ დროს სადგურის დროს ადარებდა. საინტერესოა რა სიტყვა და ხანი ეს რომ ენახა, გაიფიქრა არწმუნმა. კიტაი გოროდისაგან განსხვავებით აქ ყველას თავისი საქმე ჰქონდა და ახალმოსულს თითქოს ვერავინ ამჩნევდა. ყბაწვილმა მარტოსულად იგრძნო თავი და გასართობად ექსკურსიის გაგრძელება გადაწყვიტა. სადგურზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ არწმუნი მალევე მიხვდა, რომ სინამდვილეში ყველა საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. აქაურობა ახალგაზრდა ხეიბრებითა და სახიჩრებით იყო სავსე. ზოგს თითები აკლდა, ზოგიც ერთიანად საზარელ ფუფს დაეფარა. ერთი-ორი უხელოც შემოხვდა. უფროსები მეტწილად მელოტები და ავადმყოფური იერისანი იყვნენ. ერთი მხრივ სადგურის მედიდური სილამაზე და მეორე მხრივ აქაურთა არაჯანსაღი შესახედაობა ისეთ კონტრასტს ქმნიდა, რომ ამის არ შემჩნევა შეუძლებელი იყო. ფართო ბაქნის შუაგულში ორი დერეფანი იყო გაჭრილი. აქედან იწყებოდა გადასასვლელი წრიულ ხაზზე.
ჰანზის სამფლობელოებისაკენ მშვიდობის გამზირისგან განსხვავებით აქ არ იყო საგუშაგო ან თუნდაც გამშვები პუნქტი. არწმუნა ეს ადრეც იცოდა და მოგზაურობისას თვალნათლივ დარწმუნდა, რომ ჰანზა ძალიან მკაცრად იცავდა თავის საზღვრებს. მაშინ რატომ არ ჩანდნენ მისი გუშაგები ამ გადასასვლელში? აქ ნამდვილად რაღაც ძალიან უცნაური ხდებოდა. უამრავი კითხვა რჩებოდა უპასუხოდ. არწმუნები ბაქნის მეორე ბოლოში აღარ გავიდა. გზად ხუთ ვაზნად ერთი ჯამი შემწვარი სოკო და ცოტა წყალი იყიდა. გადაბრუნებულ პლასმასის ყუთზე ჩამოჯდა და წაიხემსა. წყალს საზეზღარი მომწარო გემო ჰქონდა. დაღლილი დაქანცულმა არწივმა გადაწყვიტა ღამის გასათევი მოეძებნა და ლიანდაგზე მდგომი მატარებლებისაკენ გაემართა. იმედი ჰქონდა, რომ აქ დაისვენებდა ცოტას, მაგრამ ვაგონები მთლად გაძარცული და დამწვარი დაუხვდა. სკამებიც კი მოეგლიჯათ და სადღაც წაეღოთ. კედლებს სისხლის ლაქები აჩნდა, ყველგან ცარიელი ვაზნები ეყარა. აქაურობა დარბეული ციხესიმაგრეს გავდა და თავის შესაფარებლად არ გამოდგებოდა. ბიჭი ბაქანზე დაბრუნდა და იქაურობა ვეღარ იცნო. დახლები ცარიელი იყო, აღარც ხალხის ყაყანისმოდა. ერთი-ორი უსახკაროს გარდა ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. შუქიც ჩაექროთ. ხოლო რამდენიმე ჩირაღდანი ენთო დარბაზის ცენტრში და ბაქნის ბოლოს კოცონის ალი მოჩანდა. არწმუნა საათს ახედა. საათი 9:05 წუთს უჩვენებდა. რა მოხდა? საწავიდა ხალხი? ორივე გადასასვლელი მასიური რკინის დიდი ჭიშკრით იყო ჩაკეტილი. ერთ-ერთი ჭიშკრის ცალი ფრთა შეღებული იყო და მის უკან სქელი არმატურის გისოსები მოჩანდა. გისოს მიღმა დადგმულ მაგიდასთან გახუნებულ მონაცრისფრო ფორმაში ჩაცმული მცველი იჯდა. 8 საათის შემდეგ შესვლა აკრძალულია. მკაცრად უთხრა მან არწევს. ჭიშკარი დილის 6 საათზე გაიღება. ყვაწვილი გაუგნებული იდგა. რატომ წყდებოდა სიცოცხლე ამ სადგურზე 8 საათის შემდეგ? ახლა რაღა უნდა იქნა? მუყავს ყუთებში შეყუჟულ ბომბებთან მისვლა არც უფიქრია. პირდაპირ კოცონისაკენ გაემართა. შორიდანვე მიხვდა, რომ ეს საგუშაგო იყო. კოცონს გარშემო ავტომატიანი ბრგემამაკაცები უსხდნენ, მაგრამ რას დააროჯობდნენ ბაქანზე? საგუშაგოები ხო გვირაბებშია. სადგურიდან მოშორებით. ვინმე თავს რომ დაესხათ, გუშაგები ერთხელ გასრულასაც ვერ მოასწრებენ. ახლოს რომ მივიდა, კოცონის უკან დადგმული პროჟექტორი შეამჩნია. იგი დროდადრო ინთებოდა და მისი კაშკაშა, თეთრი სხივი სადღაც სიბნელეში იკარგებოდა. არწმუნები კოცონთან მსხდომ მამაკაცებს მიესალმა და მოუყვა, რომ აქაური წესების უცოდინრობით ჭიშკრის დაკეტვის დრო გამოეპარა. მერე კი ჰკითხა, შეიძლება თუ არა ღამით მათთან ერთად დაისვენო? ირონიულად კითხა ერთ-ერთმა გუშაგმა, თმა ბურძგნილმა, ჩაფსკვნილმა დიდ ცხვირა მამაკაცმა. ყვაწვილო, აქ დასვენება არ გვიწერია, კარგი იქნება თუ დილამდე გავატანთ. არწმუნები დაინტერესდა, რით იყო საშიში შუა ბაქანზე კოცონთან მორიგეობა, მაგრამ დიდ ცხვირა მამაკაცმა პროჟექტორზე მიუთითა უსიტყვოდ. დანარჩენი გუშაგები საუბარში იყვნენ გართული და მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ. არწმუნება გადაწყვიტა პროჟექტორთან მისულიყო და ბოლოს გაერკვია თუ რა ხდებოდა აქ. დარბაზის ბოლოში პატარა ჯიხური იდგა. მის გარშემო სილიანი ტომრები დახვევებულიყო და აქა-იქ მასიური მეტალის ფარები იყო აღმართული. აქ ორი კაცი მორიგეობდა. ერთი უცნაურ იარაღს უტრიალებდა, მეორე კი ჯიხურში იჯდა. სწორედ ამ ჯიხურზე იდგა ის პროჟექტორი. არწმუნები ყველაფერს მიხვდა. პროჟექტორის სხივი გვირაბისკენ კი არა, ზევით ესკალატორის დასაწყისისაკენ იყო მიმართული. არავითარი ზღუდი, არც ბეტონის კედელი, არც რკინის ზღობი არ ჩანდა, რადგან სადგურის შესასვლელი ღია იყო და მისი მცხოვრებლები ყოველწუთს ელოდნენ თავდასხმას. ისინი რადიაციით გაჯერებულ ჰაერს უნთქავდნენ და დამიმძურებულ წყალს სვამდნენ. ამიტომაც ჰქონდა აქაურ წყალს ასეთი უცნაური გემო. სადგურის თითქმის ყველა მაცხოვრებელს ჰქონდა სხივური დაავადება. ეს სენი ჭამდა მათ. სწორედ ამიტომ იყო აქ ამდენი დასახიჩრებული ადამიანი. არწმუნები ჯიხურში მჯდომ 50-ოდე წლის მამაკაცს მიუახლოვდა და მიესალმა. კაცი ჭაღარა თმა მხოლოდ კეფასა და საფეთქლებზე შერჩენოდა. უბრალო ჯავშანჟილეტი ღიბს ვერ უფარავდა. მკერდზე დურმინდი და სასტვენი ჰქონდა ჩამოკიდებული. საღამო მშვიდობისა, სალამზე სალმით უპასუხა მამაკაცმა და შესთავაზა. ჩამოჯექი, ისინი მხიარულობენ, მე კი მარტო დამტოვეს. შენ მაინც გაგცემ ხმას. თვალი ასე ვინ გაგილამაზა და პასუხს არც დალოდებია დაიჩივლა. ვერაფერი მოუხერხეთ ამ შემოსასვლელს. აქ ბეტონის კედელია საჭირო, რკინა არ შველის. რკინის ფარდის დამონტაჟება არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ შემოდგომა მოვა თუ არა, წყალს მიაქვს, ჯერ დაგროვდება, მერე კი იხრულებს. რამდენჯერმე მოხდა ასე, ბევრი ხალხი დაიღუპა, ამიტომ თავი დავანებეთ, მოსვენება არ გვაქვს.
ყოველ ღამე გვიტევენ ეს უხსენებლები. დღისით არ გვაწუხებენ, ეტყობა ძინავთ, ან ზემოთ დასეირნობენ, მაგრამ დაბნელდება თუ არა, როგორღაც შევეგუეთ ასეთ ყოფას. 8 საათის შემდეგ ყველა გადასასვლელში შედის. 8 საათის შემდეგ ყველა გადასასვლელში შედის. მარტო მორიგეები რჩებიან. ერთ წუთს მოიცადე, გუშაკმა საუბარი შეწყვიტა და პულს თითით დააჭირა. პროჟექტორი აინთო და ჯერ სამივე ესკალატორს დაუვარა, მერე კედლები და ჭერი განათა და ჩაქრა. იქ ზევით რკინიგზის სადგური იყო. განაგრძო თხრობა გუშაკმა. დაწყევლილი ადგილია. არ ვიცი საით მიდიოდა რელსები, მაგრამ ახლა იქ რაღაც საშინელება ხდება. ისეთი ხმები ისმის, რომ სისხლი გაგვეყინება ძარღვებში. ქვემოთ რომ მოცოცავენ, ეს ხომ თლად უბედურებაა. ამ სადგურის გამო მათ ჩამოსულები შევარქვით. ასე თითქოს ნაკლებად საშიშნი არიან. ერთი-ორჯერ ეს კორდონიც აიღეს. იმ მატარებელს ხომ ხედავ? იქამდე მივიდნენ. ჩვენი კაცები ჩაიკეტნენ მატარებელში და მარავდენმე ურჩხული გაანადგურეს, მაგრამ თვითონაც დაიხოცდნენ. 10 ადამიანიდან 2 გადარჩა. ერთი ჩამოსული გაგვექცა. ნოვოკუზნეცკაიასკენ გახოხდა და სულ ლორწოთი მორწყა ნიადაგი. მერე გვერდით გვირაბში შეცოცხლდა. აი ქვემოთ რომ ეშვება იმაში. ჩვენ იქ არ შევდივართ. ჩვენი გაჭირობა გყოფნის. გავიგე რომ პაველეცკაიას არავინ ესხმის თავს. გაახსენა არწიომს. ეს მართლა ასეა? რა თქმა უნდა დაუდასტურა გუშაგმა. ვინ გვახლებს ხელს? ჩვენ რომ არ ვიცავდეთ აქაურობას, მთელ ხაზს მოედებოდნენ ეს უხსენებლები. არა, ჩვენ არავინ გვერჩის. ჰანზამაც კი თითქმის მთელი გადასასვლელი დაგვითმო, იარაღსაც გვაწვდიან, ოღონდ კი ესენი აქამდე არ მივუშვათ. როგორ უყვართ სხვისი ხელით ნარის გლეჯა. რა მითხარი, რა მქვიაო? მე მარკი მქვია, მოიცა რაღაცა ხმა ისმის. მარკმა ისევ ჩართო პროჟექტორი და ირგვლივ მოატარა. გონი მომეჩვენა, თქვა ბოლოს. არწიომს ნენელა ეუფლებოდა შეგრძნება, რომ რაღაც საშიშროება ტრიალებდა ჰაერში. ყურადღებით ათვალიერებდა ზედა ვესტიბიულის ჩამონგრეულ ჭერს. ესკალატორებს და დამტროულ სანათურებს უცებ მოეჩვენა, რომ პროჟექტორმა გვერდი აუქცია თუ არა ერთ-ერთ სანათურზე ჩრდილი შეინძრა. მოიცადეთ. მაშინვე ჩურჩულა მარკს. აი იქ მიანათეთ დიდნაპრალთან, ოღონდ სწრაფად. მარკმა დაუჯერა და ასეც მოიქცა. შუქმა რომ მიანათა, ესკალატორის თავში დიდი ძვლოვან-ხრტილოვანი არსება ერთი წუთით გაქვავდა. მერე კი საოცარი სისწრაფით დაეშვა ქვემოთ. მარკმა სასტვეს ჩაბერა. იმავე წამს კოცონთან მსხდომი კაცები ფეხზე წამოცვიდნენ და გაიქცნენ პოზიციისაკენ, სადაც კიდევ ერთი ცოტა უფრო მომცრო პროჟექტორი დაემონტაჟებინათ. იგი მიერთებული იყო ძალიან დიდ და მძიმე და უცნაურ ტყვიამფრქვევს, გრძელი და ბოლოში ფართო ლულით, როგორიც არწიომს ჯერ არ ენახა. მისი სამიზნე ფორმით ობობას გავდა. აი აქ არის მეათესთან წამოიძახა ხმაჩახლეჩილმა გამხდარმა კაცმა, რომელიც მარკს გვერდით მიუჯდა. მომეცი დურბინდი, ლოხა მეათე მარჯვენა რიგში. არის მორჩა ძვირფასო, აქ მყავხარ. ახლა იჯექი წყნარად, ჩაილაპარაკა ტყვიამფრქვევთან ჩაწოლილმა მსროლელმა და სხვებს გაზახა. აყვანილი მყავს. ტყვიამფრქვევის გამოყრუებელმა კაკალმა გაგლიჯა ღამის სიჩუმე. მიზანში ამოღებული სანათური ნამსხვრევებად იქცა და ზემოდან განწირული ჭრიჭინის ხმა გაისმა. მგონი მზადაა, თქვა გამხდარმა. ერთი კიდევ მიანათე, ჰო აგერწევს ეს საზიზღარი. ზემოდან კიდევ დიდხანს მოისმოდა გულსაკლავი, თითქოს ადამიანური კუნესა. არწიომმა მოსვენება დაკარგა და გუშაგებს შესთავაზა მოეკლათ ჩამოსული რომ ტანჯვისგან ეხსნათ. თუ გინდა წადი და მოკალი, უპასუხეს მას, ჩვენ აქ ტირი კი არ გვაქვს, ყველა ტყვიას ვუფრთხილდებით. მარკს შემსვლელი მოუვიდა და არწიომთან ერთად იგი კოცონისკენ გაემართა. ცეცხლთან ჩამოჯდა, თვითნაკეთ პაპიროს მოუკიდა და რაღაცაზე ჩაფიქრდა. არწიომმა კი კაცების საუბარს მიუგდო ყური. აი გუშინ ლოხა იმ კრიშნაიტებზე ლაპარაკობდა ოქტომბრის ველზე რომ სხედან ყვებოდა დაბალშუბლიანი ჩაფსკვნელი კაცი. თურმე მათ კურჩატოვის ინსტიტუტში შეღწევა და ატომური რეაქტორის აფეთქება უნდათ, რომ ნირვანა მოგვიწყონ, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვერ აბავენ. ამან 4 წლის წინანდელი ამბავი გამახსენა. მაშინ ჯერ კიდევ საველოვსკაიაზე ვცხოვრობდი, საქმე მქონდა ბელორუსკაიაზე და წავედი. ნოვოსლობოდსკაიაზე ახლობლები მყავდა და ხანზიდან გადავედი. შევხვდი იმ ჩემს ნაცნობს ბელორუსკაიაზე.
საქმეს გავჩარხეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამის აღსანიშნავად თითო ჭიქა დაგველია. ჩემმა ნაცნობა კი მითხრა, ფრთხილად იყავი, ნასვამი ხალხი აქ ხშირად იკარგებაო, მაგრამ არ დავუჯერე. მოკლედ ერთი ბოთლი დავლიეთ. მახსოვს, რომ ბოლოს 4-ზე იდგა. დაფორთხავდა და ყვიროდა. მე ლუნოხოდ პირველი ვარო. რომ გავიღვიძებ, ხედავ, ხელები შეკრული მაქვს, პირში ალიკაპი ამოდებული, თავი გადაპარსული და უფანჯრო ოთახში ვგდივარ. ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ, ვიღაც ახრები და დარბაზში წამათრიას. სად მოხვდი, ვერ გავიგე, რადგან ყველა დასახელება ჩამოგლეჯილი იყო. დავინახე უშველებელი ორმოა გათხრილი. სიღრმით ასე 20 თუ 30 მეტრი. იატაკზე და ჭერზე კი ერთ რიგად ვარსკვლავები ხატია. აი ისეთი ბავშვები რომ ხატავენ ხოლმე. ერთი პირობა ვიფიქრე, რომ წითლებთან მოვხვდი, მაგრამ მერე მივიხედე და მივხვდი, რომ ვწდებოდი. ორმოსთან მიმიყვანეს, ქვემოთ თოკი ეშვებოდა. მითხრეს, ჩადი ახლა ამ თოკით ქვევითო. თან ავტომატით მიბიძგებდნენ, რომ ჩქარა ჩავსულიყავი. ჩავიხედე ქვემოთ და რას ვხედავ? ორმოს ძირში უამრავი ხალხია. ნიჩბები და წალაყინები უჭირავთ და თხრიან, უფრო აღრმავებენ ორმოს. მიწას ამწით ეზიდებიან ზემოთ. პატარა ვაგონებში ყრიან და სადღაც მიაქვთ. რა გზა მქონდა? ეს ავტომატიანი და თავით ფეხებამდე ტატუებ დაფარული ბიჭები ისეთი გიჟები იყვნენ, სიტყვას ვერ ეტყოდი. ვიფიქრე, რომ სადღაც ზონაში მოხვდი და ეს ავტომატიანები ავტორიტეტები იყვნენ. ორმოს კი ათხრევინებდნენ, რომ გაქცევა უნდოდათ. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ სისულელია. როგორ შეიძლება მეტროში ზონა იყოს, როცა აქ პოლიციელებიც კი არ არიან. ვუთხარი, რომ სიმაღლის მეშინოდა და კისერს თუ მოვიტეხდი, ხეერს ჩემგან ვერ ნახავდნენ. ეს რომ თქვი, ცოტა ითათბირეს და ვაგონებთან დამაყენეს. მიწა უნდა ჩამეტვირთა, ხელებზე ბორკილები დამადეს. ფეხები ჯაჭვით შემიკრეს, მიდი და იმუშავე. მაგრამ მე რა მიჭირდა, ვინც ცოტა სუსტი იყო და ვერ უძლებდა, იმათ კიბეებისკენ მიათრევდნენ. ერთხელ იმ კიბეებთან გავიარე და დავინახე დიდი კუნძი ეგდო, თლად სისხლით მოსრული, ზედ ნაჯახი იყო დარჭობილი. გარშემო კი სარებზე წამოცმული მოჭრილი თავები. კინაღამ იქვე დავეცი. ვიფიქრე, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გავქცეულიყავი იქიდან. მაინც ვინ იყვნენ ის გიჟები? მოუთმენლად კითხა ჩახლეჩილ ხმიანმა. მერე ვკითხე იმ კაცებს, ვისთან ერთადაც მიწას ვტვირთავდი. სატანისტები ყოფილან. გადაეწყვიტათ სამყაროს აღსასრული უკვე დადგა. მეტრო კი ჯოჯოხეთის ჭიშკარიაო. რაღაც წრეებსაც ახსენებდნენ, ახლა აღარ მახსოვს. ალბათ ჭიშკრებს შეუსწორა მეტყვი ამფრქვევემ. ხო, მეტრო ჯოჯოხეთის ჭიშკარია, თვით ჯოჯოხეთი კი გაცილებით უფრო ღრმადაა და იქ სატანა ელოდებათ, ამიტომ საჭიროა იქამდე მისვლა. მას შემდეგ უკვე 4 წელი გავიდა, შეიძლება ჩააღწიეს კიდეც. მაინც სად არის ეს? კითხა მეტყვი ამფრქვევემ. არ ვიცი, ღმერთმანი, არ ვიცი. იქიდან თავი როგორ დავაღწიე? დაცვამ რომ გვერდზე გაიხედა, ვაგონში ჩამაგდეს და ზედ მიწა დამაყარეს. დიდხანს მივგორავდი, მერე მიწა რომ გადაყარეს, მეც მასთან ერთად სიმაღლიდან გადამაგდეს. გრძნობა დავკარგე, მერე გამოფხილდი და რაღაც რელსებამდე მივფორთხდი. გზაჯვარედინამდე მივხოხდი და იქ ისევ გავითიშე. ეტყობა ვიღაცამ ხელში ამიყვანა და ისე მატარა. დუბროვკაზე გავახილე თვალი. ის ადამიანი, ვინც გადამარჩინა, უკვე წასული იყო. ახლა თუ გინდა, შენ თვითონ გამოთვალე, სად ვიყავი. ამის შემდეგ კაცები ალაპარაკდნენ რიმსკაიასა და ილიჩის მოედანზე. რაღაც ეპიდემიაზე, რომელსაც ბევრი ხალხი შეუწირავს, მაგრამ არწუმი აღარ უსმენდა მათ. ძალიან გაიტაცა აზრმა, რომ მეტრო ჯოჯოხეთის კარიბჭეა. ან სულაც მისი პირველი წრე. წარმოიდგინა, როგორ თხრიდა ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ასობით ადამიანი უზარმაზარ 41 დღეს ვინმეს წალაყინი რომ ჩავარდებოდა სიცარიელეში, მაშინ მეტრო და ჯოჯოხეთი საბოლოოდ გაერთიანდებოდნენ. ძლივს მოახერხა, რომ გაეფანტა ეს ფანტასმაგორიული აზრები. მერე დაფიქრდა იმაზე, რაც პაველეცკაიაზე ხდებოდა. აქაურები დაახლოებით ისევე ცხოვრობდნენ, როგორც ვედეენხელები. ყოველდღე ებრძოდნენ მონსტრებს, რომლებიც მიწის ზედაპირიდან ჩამოდიოდნენ. თუ ეს სადგური დაეცემა, ეს აშენებლება მთელ მეტროს მოედება. ასე რომ ვედეენხა ერთადერთი არ არის, ვინც ამ დღეშია. ამიტომ მისი დახმარება არც ისე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, როგორც ადრე წარმოედგინა. ვინ იცის, კიდევ რამდენი სადგურია მეტროში, სადაც ადამიანები საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ სადგურებიდან უკან დახევა ცენტრისკენ, გვირაბების აფეთქება, მაგრამ მაშინ ხომ სულ უფრო ნაკლები საარსებო სივრცე დარჩება. საბოლოოდ ყველა გადარჩენილი ადამიანი პაწაწინა ტერიტორიაზე მოიყრის თავს და ერთმანეთს დაჭამს. არწმუნა გადაწყვიტა ამაზე არ ეფიქრა, რადგან ეს მზაკრული აზრების შემართებას უკარგავდა. ამიტომ ისევ კოცონთან შეკრებილი კაცების საუბარს მიუგდო ყური. ისინი ცხარედ კამათობდნენ იმაზე, თუ გამარჯვების რა შანსები აქვს
ვიღაც პუშოკს. მე ჩახლეჩილხმიანმა გუშაგმა დაიწყო მოყოლა იმისა, კიტაი გოროც როგორ დაესხნენ ვიღაცები თავს. კალუშსკაიასაც კი მოახერხა მათი დამარცხება და თავდამსხმელებმა ტაგანსკაიასაკენ დაიხიეს. არცომს უნდა ეთქვა თავდამსხმელებმა ტაგანსკაიასაკენ კი არა, ტრეციაკოვსკაიასკენ დაიხიესო, მაგრამ ვიღაც დაძარღულმა ტიპმა დაასწრო და თქვა, რომ კალუგელები საერთოდ გააძევეს კიტაი გოროდიდან და ახლა იქ მათ მაგივრად სიტუაციას აკონტროლებს ახალი დაჯგუფება, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის. მას ჩახლეჩილხმიანი შეეკამა თან. თანდათან არწიომს ძილი მოერია, ამჯერად არაფერი დასიზმრებია. ისე ღრმად დაეძინა, რომ სასტვენის ხმაზეც კი არ გაღვიძებია. როგორც ჩანს, სრულ განგაში იყო, რადგან მას სროლა არ მოყოლია. 6 საათი რომ სრულდებოდა, მარკმა გააღვიძა. ადექი დამთავრდა ჩვენი მორიგეობა. მხიარულად უთხრა მან, წამოდი იმ გადასასვლელს გაჩვენებ, რომელშიც გუშინ არ შეგიშვეს. პასპორტი გააქვს? არწიომმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. არა უშავს რამეს მოვიფიქრებთ, დაპირდა მარკი. მართლაც რამდენიმე წუთში ისინი უკვე გადასასვლელში იდგნენ. კარზე მდგომი გუშაგი კი კმაყოფილი სახით ათამაშებდა ხელში ორვაზნას. გადასასვლელი ძალიან გრძელი იყო. ერთი კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული იყო ბრეზენტის ფარები, ხოლო მეორე კედელს დაბალი, დაახლოებით 1 მეტრიანი ტიხარი გასდევდა. სხვათა შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გადასასვლელია მეტროში. ამაყად განაცხადა მარკმა. მართლა არ იცი მისი დანიშნულება? ეს განთქმული რამ არის? თითქმის ყველა ვინც ჩვენ სადგურს სტუმრობს, აქ მოდის. ჯერ ადრეა სანახაობა უფრო გვიან დაიწყება. ყველაზე საინტერესო რამეები ხდება მაშინ, როდესაც გადასასვლელს კეტავენ და ხალხს სხვა გასართობი აღარ რჩება, მაგრამ შეიძლება დღისით საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართოს. მართლა არაფერი გაგიგია ამის შესახებ? ჩვენ აქ ვირთხების რბოლას ვაწყობთ და აქაურობას იპოდრომს უწოდებთ. ტოტალიზატორიც გვაქვს. მე მეგონა ყველა მიცოდა ამის შესახებ. ცოტა გაკვირვებით უხსნიდა მარკი. რა კი დარწმუნდა, რომ არწუმი არ ხუმრობდა. თამაში გიყვარს? მე მოთამაშე ვარ, ძალიან მიყვარს ეს საქმე. არწუმს რა თქმა უნდა აინტერესებდა ვირთხების დოღი, მაგრამ თავს დაუნაშავედ გრძნობდა, რომ ამდენ დროს კარგავდა. არა, უნდა წავიდეს და რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ აქედან პოლიში მოხვდა, რომ მხოლოდ ხანზის გზით შეიძლება. არწუმს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა შეეღწია იქ. ალბათ საღამომდე ვერ დავრჩები, უთხრა მან მარკს. უნდა წავიდე, პოლიანკაზე მაქვს საქმე. იქ ისე ვერ მიხვალ, თუ ხანზა არ გაიარე, დაფიქრდა მარკი. მაგრამ როგორ უნდა შეხვიდე ხანზაში? ვიზა კი არა, პასპორტიც არა გაქვს. ამაში მე ვეღარ დაგეხმარები, მაგრამ შემიძლია რაღაც გირჩიო. წრიული პაველეცკაიას სადგურის უფროსს ძალიან უყვარს ეს რბოლები. მისი ვირთხა პირატი ფავორიტია და ყოველ საღამოს მოდის აქ თავისი დაცვით. თუ გინდა პირადად მის წინააღმდეგ ითამაშე. მერე და რა დავდო, არაფერი მაქვს, ამოიოხრა არწუმა. საკუთარი თავი დადე, უთხარი რომ უფასოდ ემსახურები. მარკს აზარტისაგან თვალები აუკიაფთა. გინდა მევიზავ მას. თუ გავიმარჯვებთ, ვიზას მიიღებ, თუ წავაგებთ, მაინც მოხვდები იქ. მართალია მერე შენზე იქნება დამოკიდებული, როგორ დაიძვრენ თავს მისი მონობიდან. გამოსავალია თუ არა? დამეთანხმე რომ არის. არწუმს დიდად არ მოეწონა ეს გეგმა. ვირთხების დოხში წაგება და საკუთარი თავის მონად გაყიდვა ძალიან დამამცირებლად ეჩვენა და გადაწყვიტა სხვაგვარად ეცადა ბედი. რამდენიმე საათი სასაზღვრო პუნქტთან გაატარა. არაერთხელ და ლაპარაკში გამოიწვია ჰანზის მესაზღვრეები, მაგრამ ამაოდ. მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გუშაგმა მას ცალთვალა უწოდა და შესთავაზა, რაც შეიძლება მალე გასცლო და იქაურობას, არწუმი უხმოდ გამობრუნდა და სხვა გზას მიმართა. ხალხში გაერია და შეეცა და მოეძებნა კონტრაბანდისტები, იარაღით ან შხამიანი სოკოთი მოვაჭრენი, მაგრამ ვერავინ ახა ისეთი, ვინც იკისრებდა მის ჰანზაში შეყვანას. ამასობაში მოსაღამოვდა. სასოწარკვეთილი არწუმი კი ჯერაც გადასასვლელში იჯდა. იქაურობა ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით. სადგურის მცხოვრებლები სამუშაოდან ბრუნდებოდნენ, ვახშმობდნენ და თავიანთ ოჯახებთან ერთად და ბავშვებს აძინებდნენ. ბოლოს შემოსასვლელი ჭიშკარი ჩაკეტეს და ყველა იპოდრომისაკენ გაეშურა. მაყურებლები მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ გაირბენ და ამ დღეს დისტანციას პირატი და შეძლებდა თუ არა პუშოკი ერთხელ მაინც მის გადასწრებას. ახსენებდნენ სხვა მრბოლელებსაც, მაგრამ ჩადა, რომ ეს ორი აშკარა ფავორიტი იყო. სასტარტო პოზიციასთან იკრიბებოდნენ ვირთხების პატრონები. პატარა გალიებით თავიანთი ტაიჭები მოიყვანათ.
წრიული პაველეცკაიას უფროსი ჯერ არ ჩანდა, მარკიც სადღაც გამქრალიყო. არტემს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის იმ დღესაც სამორიგეოდ გაუშვეს და სულაც ვერ გამოვიდოდა. ისედაც ფიქრობდა, რომ ამ ხალხმრავლობაში გაუჭირდებოდა მისი პოვნა. როგორც იქნა გადასასვლელის მეორე ბოლოში გამოჩნდა პატარა პროცესია, მსუქანი, თავგადაპარსული, დიდულვაშებიანი ხანდაზმული კაცი, ორი მოღუშვილი მცველის თანხლებით. კაცს ეცვა შავი პიჯაკი, ეკეთა სათვალე და ნამდვილი ჰალსტუხი. ერთ-ერთ მცველს ხელში ეჭირა წითელი ხავერდის კოლოფი, რომელშიც ნაცრისფერი არსება დარბოდა. ალბათ ეს იყო სახელგანთქმული პირატი. მცველმა ყუთი სასტარტო ნიშნულისაკენ წაიღო. ულვაშიანი კაცი მსაჯისაკენ გაემართა. სკამი და ნააგდო მისი თანაშემწე. მის ადგილას დაჯდა და მსაჯს საუბარი გაუბა. მეორე მცველი მაგიდასთან დადგა და გულზე ჩამოკიდებული მოკლე ავტომატი შეისწორა. ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ შეიძლებოდა ასეთი სოლიდური ადამიანისათვის არათუ ნაძლევის შეთავაზება, მასთან მიახლოვებაც კი. უცებ არწუმა დაინახა მარკი, რომელიც სამსაჯო მაგიდას მიუახლოვდა და მაშინვე მსაჯს დაუწყო რაღაცაზე ლაპარაკი. ყმაწვილს სიტყვაც არ გაუგია, მაგრამ კარგად დაინახა, რომ ულვაშიანს სახე დაემაჭა, ჯერ გაწითლდა, მერე კი თანხმობის ნიშნად უკმაყოფილო დააქნია თავი. სათვალე მოიხსნა და მის წმენდას შეუდგა. არწმუნი მარკთან მივიდა, საქმე გაჩარხულია, მოახსენა მარკმა. თან სიხარულისგან ხელებს იფშვნეთდა. მარკმა განუცხადა სადგურის უფროსს, რომ მისი ვირთხა გადაუსწრებს ფავორიტს. პირველსავე ბოლაში და ასეთი სანაძლეო შესთავაზა. თუ წააგებს, არწმუნს მიყიდის, ხოლო თუ მოიგებს, თვითონაც და არწმუნიც ხანზის ვიზებს მიიღებენ. სადგურის უფროსმა მიუგო, რომ არწმუნს არ იყიდდა, რადგან მონებით არ ვაჭრობდა, მაგრამ ასეთ თავხედურ საქციელს დაუგჯელად ვერ დატოვებდა. ამიტომ თუ მარკი წააგებდა, ის და არწმუნი მთელი წლის განმავლობაში წრიულ პაველეცკაიაზე ტუალეტებს გახეხავდნენ, ხოლო თუ მოიგებდა, თუ ასეთი სასწაული მოხდებოდა, მაშინ მისცემდა ვიზებს. რა თქმა უნდა დარწმუნებულიყო, რომ პირატი ყველას ჩამოიტოვებდა უკან, ამიტომაც დასთანხმდა თავხედის ნაძლებს. თქვენ გყავთ თქვენი ვირთხა? ფრთხილად კითხა მარკს არწმუნმა. რა თქმა უნდა, დაუდასტურა მარკმა. ვირთხა კი არა, ვებხვია. პირატს ბდღვირს გაადენს. იცი როგორ გარბოდა დღეს? ძლივს დავიჭირა, თითქმის ნოვოკუზნეცკაიამდე ვდიე. რა ქვია? ხო, რა ქვია? ვთქვათ რაკეტა, ხომ კარგი სახელია? მალე გაირკვა, რომ მარკმა თავისი ვირთხა იმ დღეს დაიჭირა და არწმუნი ცოტა გაბრაზდა. რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ის გაიმარჯვებს? მე მჯერა, რომ ის შეძლებს ამას, პათოსი წარმოთქო მარკმა. დიდხანს მინდოდა ჩემი ვირთხა მყოლოდა. როდესაც სხვებზე ვდებდი ფსონს, ისინი აგებდნენ. ფიქრობდი, რომ ოდესმე ჩემი მეყოლებოდა და ის გამიმართლებდა, მაგრამ ვერ გადამედგა ეს ნაბიჯი. ძალიან საფლაფორთო საქმეა, მსაჯმა უნდა დაგრთოს ნება. სულ ფიქრობდი, რომ ასე დავამთავრებ ჩემ ცხოვრებას. რომელიღაც ჩამოსული შემჭამს მანამ, სანამ საკუთარ ვირთხას ვეღირსები. უცებ შენ გამოჩნდი და გავიფიქრე, ან ახლა, ან არასდროს. ჩემ თავს უთხარი, თუ ახლაც არ გარისკავ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ფსონს სხვის ვირთხებზე დადებ. თუ თამაშობ, უნდა გარისკო კიდეც. რა თქმა უნდა, მინდა დაგეხმარო, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მთავარი. ბოდიში ამას ასე პირდაპირ გეუბნები. სულ მინდოდა ამ ულვაშიანთან მივსულიყავი და მეთქვა პირადად ჩამოვდივარ ფსონს თქვენი პირატის წინააღმდეგ. ისე გამწარდა, რომ აიძულა მსაჯი ჩემი ვირთხა ურიგო დაერეგისტრირებინა. გონი ასეთი წუთები ღირსა იმად, რომ მერე მთელი წელი ტუალეტები ხეხო. მაგრამ თქვენი ვირთხა ხომ ნაღდა წააგებს. წამოიძახა არწმუნმა. მარკმა ყურადღებით შეხედა და გაიღიმა და ჩაილაპარაკა. რა იცი, უცებ რომ მოიგოს? მსაჯმა მაყურებლები შეათვალიერა. თმაზე ხელი გადაისვა. ჩაახველა და დაიწყო რბოლაში მონაწილე ვირთხების ჩამოთვლა. რაკეტა სულ ბოლოს დაასახელა, მაგრამ მარკმა ამას ყურადღება არ მიაქცია. ყველაზე მეტი აპლოდისმენტი პირადს ერგო. რაკეტას გამოცხადებაზე კი მხოლოდ არწმუნმა დაუკრა ტაში, რადგან მარკს ხელები დაკავებული ჰქონდა, გალი აიჭირა. ყმაწვილმა გაიფიქრა, რომ მხოლოდ სასწაულს შეეძლო გადაერჩინა იგი აკუთებულ ჭაობში ჩახშობისაგან. მსაჯმა პისტოლეტიდან ცარიელი ვაზნა გაისროლა და ვირთხების პატრონებმა თავთავიანთი გალიები გახსნეს. რაკეტა პირველი გამოვარდა გალიიდან და არწმუნს გულის სიხარულისგან შეუფრთხიალდა, მაგრამ 5-10 მეტრის შემდეგ იმის მაგივრად, რომ წინ გაქცეულიყო, უკუთხეში შეიყურჟა და აღარ განძრეულა. არწმუნმა მარკს გახედა. რაკეტას მფლობელი გავდა სამხედრო ხომალდის კაპიტანს, რომელმაც SSA
თავისი გემის ჩაძვრის ბრძანება გასცა. ეს კაპიტანი არწუს ნანახი ჰყავდა VDNХ-ს ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნში, რომელიც რუსების მიერ გადახდილ ერთ-ერთ ომს ეძღვნებოდა. რამდენიმე წუთში პირველმა მრბოლელებმა ფინიშს მიაღწიეს, გაიმარჯვა პირატმა. მეორე ადგილზე გავიდა სრულიად უცნობი ვირთხა, მესამე პუშოკი იყო. არწმუნმა მსაჯების მაგიდისკენ გაიხედა. ულვაშა მღელვარებისგან გაუფრილ მელოდ თავს ცხვირსახოცით იმშრალებდა და მსაჯს ელაპარაკებოდა. ალბათ რბოლის შედეგებზე არწმუნს იმედი ჰქონდა, რომ პირატის მფლობელს დაავიწყდებოდა დადებული ნაძლები, მაგრამ ამაოდ უცებ მოხუცმა თავში შემოირტყა ხელი და დაშაქრული ღიმილით მარკს დანიშნა. მომიახლოვდიო. არწმუნ თავს თითქმის ისევე გრძნობდა, როგორც მაშინ, როცა ჩამოსახჭობად წაიყვანეს. სანამ მარკთან ერთად მსაჯების მაგიდასთან მიდიოდა, თავს იმით იმშვიდებდა, რომ ასე თუ ისე ჰანზისაკენ გზა ხსნილი ჰქონდა. მთავარი იყო მერე რამენაირად მოეხერხებინა გაქცევა, თუმცა მანამდე წინ ჯერ დიდი სირცხვილი ელოდა. ულვაშამ ორივენის შემაღლებულ ადგილზე მსაჯების მაგიდასთან დააყენა და დამსწრა საზოგადოებას უამბო, რა ნაძლევი დადეს მან და მარკმა. შემდეგ კი გამოაცხადა პირობის თანახმად წაგებული მხარე დღესვე შეუდგება სანიტარული დაწესებულების დასუფთავებას და ამ სამუშაოს 1 წლის განმავლობაში შეასრულებსო. სიტყვა დასრულებული არ ქონდა, რომ საიდანაც ჰანზის ორი მესაზღვრე გაჩნდა. მართ არწმუნს ავტომატით ჩამოართვეს და შეჰპირდნენ, რომ აუცილებლად დაუბრუნებდნენ შრომითი ბეგარის მოხდის შემდეგ. გამხიარულებულმა ბრბომს ტვენითა და შეძახილებით გააცილა მარკი და არწიომი წრიულ ხაზზე. ისევე როგორც გვერდით სადგურზე გადასასვლელი დარბაზის ცენტრში ქვემოთ ჩადიოდა. პაველეცკაიას ორი მხარე მხოლოდ ამით გავდა ერთმანეთს. წრიული ხაზის სადგური ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. სვეტების ნაცვლად აქ ძალიან განიერი თაღები იყო, ჭერიც დაბალი ჰქონდა, მაგრამ ტვერსკაიასაგან განსხვავებით სულს არ გიხუთავდა. შეიძლება იმიტომაც რომ დარბაზი საუცხოოდ განათებული და თაღები კი მარტივი ორნამენტებით მოხატული. ერთი სიტყვით, ეს ნამდვილად არ იყო ყველაზე უარესი ადგილი იძულებითი სამუშაოსათვის. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ ჰანზის ტერიტორიაზე იმყოფებოდით. აქ არაჩვეულებრივი სისუფთავე და სიმყუდრო ვესუფებდა. დარბაზში, რომელსაც ჭერში დამონტაჟებული უზარმაზარი სანათურები ანათებდა, ერთი კარავის არ იდგა, მაგრამ იდგა მაგიდები, ზედ უამრავი დეტალითა და რაღაც მექანიზმით, რომელსაც ლურჯ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები უსხდდნენ. ჰაერში სამანქანო ზეთის სუნი იდგა, კედლებზე ეკიდა ჰანზის დროშები, პლაკეტები შრომის ნაყოფიერების ამაღლების მოწოდებებით და ვინმე ადამ სმიტის ციტატები. ყველაზე დიდი დროშის ქვეშ მოწყობილი ვიტრინას საპატიო დაცვა ჰყავდა მიჩენილი. არწმუნმა მასთან ჩავლისას ნაბიჯი შეანელა იმის იმედად, რომ დაინახავდა რა იყო მოთავსებული შუშის მიღმა. წითელ ხავერზე ორი წიგნი იდო. ერთს საუცხოოდ მოვლილს შავი ტყავის ყდაზე ოქროს ასოებით ეწერა ადამ სმიტი ერების სიმდიდრე. მეორეს კი საკმაოდ შელახურს ალაგ-ალაგ დაწებულ ქაღალდის ყდაზე შავი მსხვილი ასოებით ეწერა დეილ კარნეგი, როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება. არწმუნს არც ერთი ავტორი არ ეცნო, მაგრამ ეცნო წითელი ხავერდი. სავარაუდოდ სწორედ ამ ხავერდის ნარჩენებით იყო გაწყობილი სადგურის უფროსი საყვარელი ვირთხის გალია. ერთ ლიანდაგზე გაუთავებლად მოძრაობდნენ ყუთებით დატვირთული მექანიკური დრეზინები. ერთხელ კი მოტორიზებულმა დრეზინამაც ჩაიარა ზედ შემომსხდარი შავფორმიანი მებრძოლებით. სქელ ჯავშან ჟილეტში გამოწყობილ გუშაგებს უცნაური მოკლე ავტომატები ჰქონდათ და თავზე ღამის ხედვის ხელსაწყოები დაემაგრებინათ. მათმა მეთაურმა რაღაც კითხა სადგურის მცველებს და დრეზინა გვირაბში გაუჩინარდა. მეორე ლიანდაგზე იდგა მატარებელი ბევრი ვაგონითა შესასვლელში აბრით ცენტრალური ოფისი. ზოგ ფანჯარას ფარდები ჰქონდა. ზოგიც ღია იყო და შიგ საწერი მაგიდები ჩანდა. ამ მაგიდებთან მსხდომი ადამიანები საქმიანი სახეებით წერდნენ და ლაპარაკობდნენ. რადიალური პაველეცკაია აშკარად უფრო ლამაზი იყო, მაგრამ ამ სადგურზე განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა. აქ ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, დღისით მუშაობდნენ, საღამოს კი ისვენებდნენ. ახალგაზრდები არაყსა და ნარკოტიკებს კი არ ეძალებოდნენ, არამედ საწარმოებში შრომობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ რაც
ადრე დაიწყებდნენ კარიერას, მით უფრო მალე მიაღწევდნენ წარმატებას. შრომობდნენ ხანდაზმულებიც იმის შიშით, რომ თუ კი ვეღარ იმუშავებდნენ, მათ გვირაბში გაყრიდნენ და ვირთხების საკმილო გახდებოდნენ. ახლა გასაგები იყო თუ რატომ ჭირდა უცხოთათვის ჰანზაში შეღწევა. სამოთხეში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ ჯოჯოხეთში შეიძლება დაუბრკოლებლად შესვლა. აჰა, როგორც იქნა მოხვდი აქ. სიხარულს ვერ მალავდა მოვხვდი აქ. სიხარულს ვერ მალავდა მარკი. ბაქნის კიდეში შუშის კაბინაში წარწერით მორიგე კიდევ ერთი მოსაზღვრე იჯდა. იქვე იყო შლაგბაუმი, წითელი და თეთრი ზოლებით. როცა მასთან დრეზინები ჩერდებოდნენ, მოსაზღვრე გამოდიოდა კაბინიდან. ამოწმებდა წარმოდგენილ საბუთებს. ხანდახან ტვირთსაც და მხოლოდ ამის შემდეგ ხსნიდა შლაგბაუმს. არწომა შეამჩნია, რომ მოსაზღვრეებს და მებაჟეებს მოსწონდათ თავიანთი საპასუხისმგებლო საქმე და ძალიანაც ამოყობდნენ ამით. არწომი და მარკი ღობის უკან შეიყვანეს. აქედან იწყებოდა დერეფანი სათასოებითა და ტუალეტებით. ორმოების თავზე ნამდვილი უნიტაზები იდგა. მათ ჩამოურიგეს წარმოუდგენელი ჭუჭყიანი სპეცსამოსი ნიჩბები, ერთთვლიანი ურიკა და პატარა ვაგონი, რომლითაც ორმოებიდან ამოღებული მასა უახლოეს შახტამდე უნდა მიეტანათ. საშინელი სუნი აღწევდა ყველაფერში, განუყრელად თან სდებდა უბედურებს, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი და მათ მიახლოებას მანამ ამცნობდა სხვებს სანამ გამოჩნდებოდნენ. პირველი სამუშაო დღე უსაშველოდ გაიწელა. საქმე არა დამთავრდებოდა. არც ტუალეტში შესულები და არც დერეფანში მდგომი დაცვის თანამშრომლები არ მალავდნენ ზიზღს აქ მომუშავეთა მიმართ. ისეთი სახით შესქეროდნენ მარქსა და არწომს, თითქოს ამ აკუთებული ნარჩენების წარმოებაში სულ არ მონაწილეობდნენ. დღის ბოლოს, როდესაც გადატყავებული ხელისგულები უკვე გაუსაძლესად ეწოდა, არწომს მოიჩვენა, რომ იგი ჩასწვდა ადამიანების არსებობის ჭეშმარიტ არსს. ადამიანს სხვა არაფერია თუ არა საკოების გადამუშავებისა და განავლის წარმოებისათვის შექმნილი რთული მანქანა. დიახ, მისი ამ ქვეყნად ყოფნის არსი სწორედ ეს არის და არა მაღალი მიზნები. ზიზღით ფიქრობდა გაბოროტებული. მარკი მის გამხნევებას ცდილობდა და დრო და დრო იმეორებდა. არა უშავს, მე ადრეც გაგონილი მქონდა, რომ ემიგრაციაში ადამიანებს უამრავი გასაჭირის გადატანა უხდებათ. თავარი კი ის იყო, რომ არც პირველ და არც მეორე დღეს არწომს გაქცევის შანსი არად არ მიეცა. იქვე პატარა და უფანჯრო სათავსო მიუჩინეს ღამის გასათევად. ღამით კი კარს უკეტავდნენ. დაცვამ კი დღედაღამ მორიგეობდა. მესამე დღეს არწომი უკვე შეეჩვია აზრს, რომ აღარასვისთვის ეღირსებოდა დალაპარაკება. ეჩვენებოდა, რომ ადამიანები გაურბოდნენ როგორც კეთრომასა და უსაშველოდ მახინჯ არსებას. თავიდან სულ გაქცევაზე ფიქრობდა. მერე კი სასულ წარკვეთილებამ შეიპყრო და ფიქრის უნარი დაკარგა. მექანიკურად მუშაობდა, ავსებდა ჯერ ურიკას, მერე პატარა ვაგონს, რომელსაც მიარბენინებდა შახტისაკენ. იქ ცლიდა და სირბილითვე უბრუნდებოდა უკან, რომ იგივე ეკეთებინა. სიზმარშიც მხოლოდ ასე იქცეოდა, ავსებდა, ცლიდა და უკან გარბოდა. მეხუთე დღის ბოლოს, როცა ურიკას მიარბენინებდა, არწომი დაგდებულ ნიჩაბს დაეტაკა. ურიკა გადაყირავდა, მას კი ფეხი დაუსხლტა და აყროლებულ განავალში ჩავარდა. ამა თითქოს გამოაფხიზლა. ნელა წამოდგა იმის მაგივრად, რომ ფეკალიების აწმენდაზე ეზრუნა, გვირაბისაკენ გაემართა. იმ წუთას ისე საზიზღრად გამოიყურებოდა, რომ უეჭველად დააფრთხობდა ნებისმიერს, ვინც მასთან მიახლოებას განიზრახავდა. ბედად გუშაგი, რომელიც მანამდე ერთხელაც არ უნახავს, პოსტიდან ფეხმოცვლილი ადგილზე არ იყო. არც დაფიქრებულა ისე შეაჯიჯიბიჯა გვირაბში და ლიანდაგს გაუყვა. თანდათან ფეხს აუჩქარა, ბოლოს კი გაიქცა. არავინ მისდევდა, არც ფეხის ხმა გაუგონია, არც მდევრების ყვირილი, მხოლოდ საქონელი დატვირთული დრეზინა დაეწია. არწომი კედელს აეკრა, მაგრამ რომ ის გაეტარებინა. დრეზინაზე მსხდომებმა ან ვერ შეამჩნიეს, ან ყურადღების ღირსად არ ჩათვალეს. არწომი უეცრად მიხვდა, რომ ამ დაცემამ ხელშეუხებელი გახადა. აკუთებულმა ფეკალიებმა თითქოს უჩინ-მაჩინის ქუდი დაახურა. ამან გამოაცოცხლა და ფიქრის უნარი დაუბრუნა. ნამდვილად სასწაული იყო, რომ მოახერხა სადგურიდან გაქცევა და ისიც, რომ არავინ დასდევნებია. დარწმუნებული იყო, რომ ახლა რომ ეცადა მომხდარის გააზრება, მაგიური ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი შეაძლებინა, გაქრებოდა და პატრული დაუყოვნებლივ იქ გაჩნდებოდა. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. არწომმა ნაბიჯი შეანელა და ერთი წუთის შემდეგ სადგურ დობრინინსკაიაზე შევიდა. სანტექნიკოსი, თქვენ გამოიძახეთ?
კითხა მესაზღვრეს. გუშაკმა დახედა ცხვირზე ხელი იტაცა და სასწრაფოდ გაატარა. ჰანზი და რაც შეიძლება მალე უნდა გასულიყო, ამიტომ თავდახრილი არწივი მეორე პოსტისაკენ გაეშურა. გზადაგზა ფიქრობდა მეორე გუშაკისთვის რა უნდა ეთქვა. რა თქმა უნდა პასპორტს მოსთხოვდნენ, სულ უფრო უახლოვდებოდა საზღვარს. აი, ახლა გააჩერებენ და მერე ეს რა ნაგავი მოთრეულა, გაიგონა ყურთან ხრინწიანი ხმა. მე გზადამებն აქაური არ ვარ, ძლივს წაიბუთბუთმა არწივმა. უკანასკნელ წამს მიხვდა, რომ მოსახკარო მაწანწალას როლი ახლა ყველაზე მეტად შეეფერებოდა. მოშორდი აქედან შეუბედურო, სანამ მთელი ხარ. უბრძანა ხმამ ისე კატეგორიულად, რომ კინაღამ დაემორჩილა, მაგრამ როლი თავისას მოითხოვდა. მე თუ შეიძლება განაგრძო არწივმა მათხოვრებს ჰანზის ტერიტორიაზე არ ვუშვებთ, მკაცრად მიუგო ხმამ. თუ შეიძლება სულ ცოტა პატარა ბავშვები მყავს, არ ცხრებოდა არწივი. რა ბავშვები, რის ბავშვები, გადაირია ხმა. პოპო, ლომაკო, ჩემთან მოაშორეთ ეს ნაგავი აქედან. ცხადი იყო პოპოვსა და ლომაკოს არ სურდათ ხელის გასვლა, ამიტომ ავტომატები მიაბჯინეს ზურგში და ისე გააძევეს სადგურიდან. არწივმა ნაბიჯს აუჩქარა და უკან მიდევნებული ხრინწიანი ლანძღვა, რომელიც კიდევ კარგ ხანს ესმოდა, ნამდვილ ზეციურ ჰანგად ეჩვენებოდა. როგორც იქნა ჰანზა უკან მოიტოვა და გეზი სერპუხოვსკაიასაკენ აიღო. გაბედა და თავი ზემოთ ასწია, მაგრამ იმან რაც შემხოდრი ადამიანების თვალებში ამოიკითხა, კვლავ აიძულა თვალები დაეხარა. ჯადოსნური ჯავშანი, რომელმაც ამდენ გასაცდელში უნებლად გამოატარა, ისევ საზიზღარ ფუფხად იქცა. ჩანდა 12 საათმა უკვე ჩამოკრა. პირველი სიხარული უსაზღრო დაღლილობამ შეცვალა. ძალიან შიოდა, ნაგვემის სხეულის ტკიოდა, აღარ იცოდა სად გაქცეოდა საშინელ სულს. მათხოვრები, რომლებსაც გვერდით მიუჯდა, ბუზღუნი გასცილდნენ და ისევ სულ მარტო დარჩა. ძალიან შესცივდა, ხელები მაგრად ჩამოიჯდო მხრებზე, თვალები დახუჭა და გაირინდა. ვერც კი გაიგო, როდის ჩაეძინა. უსაშველოდ გრძელ, მიხვეულ-მოხვეულ გვირაბში მიდიოდა და ყოველ მოსახლეში იმედი უჩნდებოდა, რომ ახლა მაინც გააღწევდა აქედა, მაგრამ გვირაბი არად არ მთავრდებოდა. სულ უფრო უჭირდა სიარული. გადატყავებული ფეხების ტკიოდა, მაგრამ სანამ იმედი ჰქონა, რომ გვირაბი მალე დამთავრდებოდა, მაინც ატანდა თავს ძალას და წინ მიიწევდა. უცებ გაიფიქრა, ხომ შეიძლება ამ ლაბირინთს გასასვლელი არ ჰქონდესო და ამ აზრმა შეაშინა. გადაწყვიტა, რომ მოძრაობას აზრი აღარ ჰქონდა და ლიანდაგზე დაჯდა. უცებ კედლები გაქრა და არწივი მიხვდა, რომ გვირაბიდან თავდასაღწევად სულაც არ იყო საჭირო სიარული. პირიქით, უნდა მჯდარიყო, ასე უძრავად და დალოდებოდა რა მოხდებოდა. უნდა გაჩერებულიყო. თანდათან ეს აზრით სადღაც დაიკარგა. უცნაური მოუსვენრობის გრძნობით გაიღვიძა. თავიდან მიზეს ვერ მიხვდა. მერე გაახსენდა, რომ რაღაც ესიზმრა, მაგრამ რა? ცალკეული ფრაგმენტები ერთად ვერ შეეკრიბა. აკლდა რაღაც ძაფი, დედააზრი, რომელზეც ფრაგმენტებს ერთმანეთზე აასხამდა. იჯდა ასე მარტო გვირაბში, სიმწრისაგან მუშტებს იჭამდა და რაღაცას ბუტბუტებდა. გამრელები შიშით აპარებდნენ თვალს და ცდილობდნენ მალე გასულოდნენ. ამით არწომს უცებ გაახსენდა სრულიად ნათლად ამოუტივტივდა აზრი, რომლის გახსენებასაც ამდენ ხანს ცდილობდა. უნდა გაჩერებულიყო, თუმცა ახლა ფხიზელ გონებაზე ეს აზრი სულაც აღარ მოეწონა. როგორ მიაღწევს მიზანს თუ გაჩერდება? სისულელია ღმერთმანი, სისულელია. ო, ჩემო საყვარელო ძმაო, სიბინძურე დაჰპატრონებია შენს სხეულსა და სულს. გაიგონა უცებ სულ ახლოს, მაგრამ თავი არ აუწევია, რადგან უკვე აღარ ჯეროდა, რომ ვინმე მოისურვებდა მასთან დალაპარაკებას. ჩვენ შევივრდომებთ ყველა ობოლსა და გლახაკს. განაგრძო ხმამ, რომელიც ისეთი მშვიდი და ალერსიანი იყო, რომ არწივმა ვეღარ გაუძლო ცდულებას, თავი ასწია და მიმოიხედა. გარშემო მის გარდა არავინ იყო, ასე რომ ხმამ ნამდვილად მას მიმართავდა. მის წინ ფართო სამოსში გამოწყობილი დაბალი ქერა, ლოყებ ღაჟღაჟა მოღიმარი კაცი იდგა და ხელს უწვდიდა. არწივმაც გაუბედავად გაუწოდა თავისი ხელი და გაიფიქრა. რატომ არ გამირბის სხვების მსგავსად, მზად არის ხელით ჩამომართვას? მე დაგეხმარები ძმაო ჩემო, განაგრძო ლოყებ ღაჟღაჟამ. მე და ჩემი ძმები შეგიფარებთ და სულიერ ძალას დაგიბრუნებთ. არწივმა უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. მაშინ მომეცი ნება, საგუშაგო კოშკში წაგიყვანო, ჩემო საყვარელო ძმაო. კვლავ წარმოთქვა უცნობა, არწივმა წამოაყენა და წინ გაუძღვა.